კონდიციონერი უნდა გამორთო, ექვსო მავიწყდება ხო. იქაც კოალიცია გქონდა რა. არა, ეხა საჯაროდ ეგრე ხო ხარ, უკვე როგორც ცალკე სტრატეგია. ой, მე რასიც უნდა ყოფილა, რა კარგია. მახსოვს ჭავჭავაძის აქციას რო შემოვერთი, როგორც სტრატეგია, მან მასქენი ეგრო რაღაც ცალკე იყო. ხო, მოძრაობას რაღაც სხვა პოზიციები ჰქონდა მაშინ. ეხლა როგორ ხარ? ვეღარ გავიგე რა უპასუხე. სტრატეგია აღმოჩნდა ცალკე არის, ხო. გათხოვება გათიშული დახტებოდა, შუქი არ იქნებოდა და ერთგან. არა, ურთიერთობთ კაცო კი არ იმაშვებით, მაგრამ ნუ სტრატეგია აღმოჩენილი ვარ. ცალკე პოზიციონერი ხო. მადლობა სტუმრობისთვის. განმეორებითი სტუმრები ხართ, ცოტნე უკვე მესამედ არის ჩვენი სტუმარი, ყველაზე ხშირად არის, მაგრამ ცოტნეს წინა პოდკასტიდან გამომდინარე შენი ფანობა უფრო შემეტენა, ანუ იაგოსთან ხო და შემდეგ იაგოს ბაბა. ეხმარებული თუ რა? ხო, არა, ხმა რატომ მიეცი 4-სო და ნუ ჩემი ძირითადი მიზეზი თქვი რომ ძირითადი რა იდეაში ეგ მიზეზი მქონდა ერთადერთი და შესაბამისად რას ქვიაო ესე იგი ფანა ხარ კონკრეტული ადამიანის რა და ახლა რაღაც ეს კომპლექსი არა ვიკიდო და უნდა იმას ვქნა ამომადინა ამომადინა ეგოთხინო მე რა გამაკეთებინე თქვი მაგრამ ხო მართლა აი წინა პოდკასტში აი შევხვდით და რაღაცებზე ვილაპარაკე და პირველი კითხვა ეგ მექნებოდა ალბათ აი რა შეიცვალა იმის მერე ანუ გარემოებები რაც მაშინ იყო იმის მერე ახლა ვითარება გვაქვს რამე განსხვავებული მოლოდინი არის შეცვლილი თუ აი რა ვითარება დამძიმებულია ქვეყანაში ხო მე დავიწყო თუ როგორ ხდება ალბათ კი ბატონო მე ვფიქრობ ვითარება დამძიმებულია ზოგადად ქვეყანაში ნუ არის მოდი პლუსები და მინუსები ვთქვათ რა დღევანდელი სიტუაციის რა მინუსი არის ის რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად რა მოხდა ცრუ მანდატით წავიდა ამაზე რომ მე ვარ მედასავლეთი და მომეცით ხმა ქართული ოცნება ხო რაღაცა ეს იყო შენიღებული რაღაცა ღირსებით ევროპისკენ რეალურად მან რაღაცა მხარდაჭერა მიიღო ზემოდან კიდე გააყალბა დაიმატა ხმები და პრინციპში რაც იყო მისი რეალური სურვილი გამოაცხადა არჩევნების შემდგომ რომ წყვეთ საერთოდ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს ხო ანუ რეალური სახე მან გამოჩნდა ქართული ოცნების რა მე ვფიქრობ რომ ეს ქართული ოცნების ილუსტრაციაში მისი ნავიჯი გვეხმარება ანუ რომ საზოგადოების კიდევ უფრო დიდ მანაწილმა დაინახოს ვისთან გვაქვს საქმე ეხლა დამძიმება იქ არის რომ პოლიტპატიმრები ყავს ამდენი ნუ რეკორდული რაოდენობა ყავს რა ეხლა მე მგონი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მეტი პოლიტპატიმარია ეხლა საქართველოში ალბათ სოფლიოს ტოპ რაღაცა ციფრებში იქნება საქართველო ხო მეორე რომ არ აღიარებული რეჟიმი ყავს ხო რეჟიმი რომელსაც არ აღიარებს მარტო ჩვენ კი არა გარეთაც არავინ არ აღიარებს მესამე რომ ძალოვანის უწყებებმა გამოავლინეს აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ მე ვიტყოდი რუსული სტანდარტი რომ ცემა ფიზიკური ძალადობა ხო აი როგორც მაგალითად ის ერთ-ერთი კაცი პირველი სიუჟეტში იყო ახლა რომ საუბრობს რომ სპორტიაო რა ანუ სპორტია ადამიანების ცემა ხო ყველაფერზე წამსვლელი რაღაცა დაჯგუფება რომელზეც დგას დღევანდელი რეჟიმი ხო ყავს მოშიმშილე პატიმრები ხო ახლა მზია ამაღლობელი საქმე განსაკუთრებით ძალიან საგანგაშოა და პრინციპში რაღაცა ეგეთი მოდუსი გვაქვს რომ თითქოს დასავლეთის არაფერი ნაბიჯი აღარ მოქმედებს ივანიშვილზე და მის რეჟიმზე ხო აი ეს არის რაღაცა დღევანდელი შეფასება რაც შეიძლება იყოს სინამდვილეში ჩემი აზრით მოქმედებს და არ ვეთანხმები ამას რა მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში მას ასე უნდა რომ აჩვენოს აქეთ ხარეს რას ვფიქრობ არის პლუსებისად არის ხო რომ გაცილებით მეტად კონსოლიდირებულები ვართ რომ საერთო მიზანი უფრო გამოკვეთილია და ვცდილობთ რომ რაღაცა საერთო მიზნისკენ წავიდეთ ეს მნიშვნელოვანია პროტესტია ქუჩაში განგზობადი რომელიც უწყვეტია და უკვე 76 დღეა მე მგონი ხო დღეს თუნდაც საგვერია უკვე ხო იმდენი დღე არის რომ მიდის ეს პროტესტი ყოველდღე ვცდილობს რეჟიმი რომ რუსთაველი არ გადაიკეტოს და ასე შემდეგ და რა ვიცი რა გვაქვს კიდე სხვა გარემოებები მე ვფიქრობ რომ საზოგადოება უფრო კონსოლიდირებულია იმ იდეის გარშემო რომ დიდი ერთიანობაა საჭირო რა და მაგაზეც დარწმუნებული ვარ გვექნება საუბარი და მე დავასაბუთებ რატო არის საჭირო და ვფიქრობ რომ არჩევნებამდე დიდი ერთიანობა რო ყოფილიყო ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა იმ გაყალბების პრევენციის, ესე ვიტყოდი, ხმების, ასე ვთქვათ, გაყალბების პრევენციის, რაც მოახდინა ქართულმა ოცნებამ, ხო?
თუ გინდაც მე ვისაუბროთ რა მოდელით იმუშავა ამ არჩევნებზე ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. რა კიდე ბევრი ჩამონათვალია ალბათ რაც შეიძლება გავაკეთოთ. დასანქცირებული ივანიშვილი. ხო, ივანიშვილი სანქცირებულია, სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მთელი რიგი უწყების ხელმძღვანელები, დასავლეთი არ ელაპარაკება, ფაქტობრივად გაწყვეტილია კონტაქტი ამ რეჟიმთან, არაღიარებისკენ მიდის აბსოლუტურად ყველაფერი, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაფართოვდება სანქცირებულ პირთა სია. ანუ აი თუ შევადარებთ 2021 წლების კრიზისს, რომელიც ჰქონდა იმ არჩევნების შემდგომ, ხო? მაშინ თითქოს მარტო პოლიტიკური პარტიები იყვნენ ცალკე დარჩენილი. დღეს საზოგადოებაც არის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალებიც ყველა თითქოს შეთანხმებულია, რომ არალეგიტიმურ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ხო, საკმაოდ დამძიმებულია, თუმცა იმედი რო ქონდა, რომ აი ამ სანქციებებს და აღიარებას იმისა, რომ რაღაც რეჟიმთან გვაქვს საქმე, უფრო მოყვებოდა რაღაც რადიკალურად, რაღაც ამის შეწინააღმდეგება, ან ჩვენ მხრიდანაც უფრო აი აქტიურად რაღაც დანახვა იმისი, რომ მართლა ცუდად არის საქმე, აი ეს არ ვიცი, რამდენად ეს მოლოდინი გამართლდა, რომ ანუ თუ ამბობ იმას, რომ სანქციებიდან გამომდინარე მოლოდინი გქონდა, რომ ერთ დღეში შეიცვლებოდა სურათი და ასე ვთქვათ, შემოატრიალებდა ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილი და იტყოდა, მოდი აი დავნიშნოთ ახალი არჩევნები ყოველას გავათავისუფლებ. ნუ ალბათ ეს არასწორი მოლოდინი იყო, ანუ დღეს რა ფაზაში ვართ. კი, შეიძლება გქონდა, მაგრამ დღეს რა ფაზაში ვართ. დღეს არის გამძლეობის ფაზას დავარქმევდი რა. იმიტომ რომ ისინის გაძლებაზე არიან, ანუ რა არის ივანიშვილის ამოცანა დღეს რა. აი ნახე ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს რა. პირველი შეინარჩუნოს ის მყიფე ერთიანობა, რაც აქვს თავის, ასე ვთქვათ, გუნდში, მოძალადეები, ვინც ყავს, პოლიტიკური დაჯგუფება, ვინც ყავს, მედია, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის მანქანა, რაც ყავს, მოახდინოს ჩვენი დემორალიზება, აქეთ ამ ხარის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ უძლეველია ეს კაცი რა, აი, ვერაფერს ვერ შევით რა. და მესამე რომ დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ვთქვათ, გააჩერებს აი ამ დუღილს ქვეყნის შიგნით და მე ისევ მას დაელაპარაკოს დასავლეთი და ის ფიქრობს, რომ სავაჭროდ ძალიან ბევრი რამ დადო, კანონები, პოლიტპატიმრები, უამრავი რამ და მე რაღაც ნაწილ დათმობებზე წავა და ამ ნაწილ დათმობებით იქნებ გამოივაჭროს ის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის მისი სტრატეგია დღის მონაცემებით, აი რომ შევხედოთ, ხო? ზოგადად აი ბოლო პერიოდის ასე ვთქვათ მის ნაბიჯებსაც რომ შევხედოთ რა ეგრეთ წოდებული უკვე ბევრთან მქონდა საუბარი ფლადინგის დატბორვის სტრატეგიით მიდის რა ანუ რა შვება რომ ბევრ ერთდროულ გიჟურ გასროლას აკეთებს ხო აი რაღაცა პროკურატურამ საქმე აღზრა კანონი მედიის წინააღმდეგ კანონი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დამძიმება ადმინისტრაციული ჯარიმების ახალი პატიმრების სისხლის სამართლის საქმეები ამბავი და ნუ ცემა კიდევ უფრო მეტი არაადამიანური და მოპყრობა რაღაცა სადისტური გამოქმედებები აი ამ რაღაცა მოროდიორებს ვეძახი უფრო მე ამ ბანდიტების და ჯგუფების მხრიდან რომელსაც პოლიციის რაღაცა შავი ფორმაცია ზოგს არც აცვია ეს კითხვა უნდა დავსვათ რატო აკეთებს ხო ამას რა რატო აკეთებს იმიტომ რომ ჩემი აზრით სიძლიერის გამო კი არ აკეთებს სუსტდება რა ყოველდღიურად და ერთ-ერთი გზა რომ ძალა გამოაჩინოს და აი თავის შიზმისგან შექმნას რომ მე ვარ ძლიერი ხო რომ არ ჩამოეშალოს აი რას თქვით ამოცანა შიგნით არ ჩამოეშალოს ჩვენ დემორალიზება გავკეთოს და დასავლეთსაც თითქოს აჩვენოს რომ მასზე არ მუშაობს ნაბიჯები იმიტომ რომ ბევრი დიპლომატი შემოხვედრია რომ აი გიორგი მუშაობს ეს ჩვენი ასე ვთქვათ სანქციები და ნაბიჯები ამ ნაბიჯებს დგავს მაგიტო რომ მეტი მას რესურსი იმის რომ ძალა აჩვენოს არ აქვს ხო ანუ გარკვეულწილად სისუსტესაც მატებს ეს ბოდიში გაწყვეტინებ ის რომ სხვა გზა არ აქვს აი ოდნავ ერთი ნაბიჯის უკან დახევის არა უკან დახევის გზა არ აქვს ხო და მე ვფიქრობ რომ ანუ აი ამ რეალობაში ვართ ანუ მე კიდევ ერთხელ ვამბობ მისი ამოცანა რა არის რომ პირველი გატეხოს პროტესტი ანუ ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ ან ჩავიქნიოთ ხელი, არ გავიდეთ ქუჩაში, ან სახლში დავრჩეთ, თქვათ რომ ნუ აი ვერ ვერევით რა და აი რაღაცა შეგუებისკენ წაიყვანოს, ეს არ უნდა დაუშვათ არცეთ შემთხვევაში და მეორე შიგნით აი ეს მერყევი ხა მოდი ღიად თქვათ ხა ყველას ყავს იმ ადამიანს ვინც სანქცირებულია ოჯახის წევრები ყავს და ვინც არ არის სანქცირებული და შეიძლება დასანქცირდეს იმასაც ყავს ოჯახი და გარემოცვა ხო ხა არავის არ უნდა რომ იყოს სანქცირებული ხა სანქცირებული ეს ხო არ არის რაღაცა 15 წუთი სანქცირებული ხარ და თქვათ ვიზა არ ჩაგერტყეს არ არის ხო ვიზა მეორედ გახვალ და
შეიძლება ჩაგირტყან რა ვიზა პირობითად და გახვიდე ხო სადაც ვიზა გჭირდება რა მაგრამ სანქციონირებული ნიშნავს რომ მიყვება ეს მთელი ცხოვრების მანძილზე რა ფინანსურ აქტივობებში ბანკის შანგა ჩვენ ხო იმას ვერ ხედავთ რამხელა პრობლემების წინაშე დგანან ეს ადამიანები პერსონალურ პრობლემების წინაშე ამას რატო ვამბობ რა რომ იმიტომ რომ ეს მათზე მოქმედებს რა ეხლა წარმოიდგინე იქ ვიღაცა მივა სახლში და მეუღლე ეუბნება რომ კარგი რა ბოლოს და ბოლოს ეხლა სადამდე უნდა ხო არ ჯობია რომ წახვიდე რა ხო არ ჯობია რომ გაერიდო ეს ოჯახური საუბარი ყველგან იქნება დარწმუნებული ვარ შვილი ეუბნება რომ ავიცი მამი დედი ავიცი აი სკოლაში მივდივარ რა ჩემი კლასელები ცოტა სხვანაირად ფიქრობენ სამეგობრო მყავს ევროპაში მინდა სწავლა აგერ რისთვის სწავლობდი ინგლისურს მაგალითად და რაღაცას ხო მინდოდა რაღაც ჩაბარება ეს ადამიანური საუბარი დარწმუნებული ვარ ყველა ოჯახშია და ეს არის ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი რაშიც არის მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ ეს რო გადაარჩინოს აი ეს რაღაცა ვითომ მონოლითური და რეალურად ძალიან მყიფე ერთიანობა მას ჭირდება ეს გიჟური ნაბიჯები ხო რო თქვას რომ მე ვარ მეფე ამ ქვეყანაში რა მე ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას რა თან ისე ვიღებ რომ არც ჩანვარ მიხვდი აი არც გამოჩდები არც დაგელაპარაკებით რა აი ყაველაშვილს დაგასვავ თავზე რა ანუ ყაველაშვილის გამწესება პრეზიდენტად ერთ-ერთ იმათ უნდა ჩავთვალოთ რომ მან ამით თავის ძალა აჩვენა რომ ყაველაშვილსაც კი მე დავარქმევ პრეზიდენტს და ღირსების ორდენების შემდეგ დაარიგება. მე ღირსების ორდენების დაარიგება, სანქცირებული ადამიანების დაწინაურება, მიხვდით? რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი, აი, როგორ არის, იცით რომ აი ესე იკრებს თავს, იკრებს და რაღაც მომენტში დიდი აფეთქება მოხდება. ყველა შემთხვევაში რა. ეხლა მთავარია ჩვენ სადა ვართ, ხო? აი ჩვენ რა უნდა ვქნათ რა. ეხლა გასაგებია იმაზე და მე მაგიტო არ ვიცი ხა ბევრს ამაზე ვსაუბრობ ხოლმე თუ გინდა გამოჩერი და მე გავაგზავნო თუ გინდა დაამთავრე აზრი ხო ანუ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი ასე ვთქვათ ნაბიჯები ნომერ პირველი საკითხი რა ჩვენ გვაქვს ეს არის მუდმივად ერთმანეთის გამხნევება ჩვენ მეტნი ვართ და მართლა მეტნი ვართ რა აგერ კვლევა გამოვიდა ხო მეტი ვართ ის ადამიანები ვისაც უნდა ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყოველთვის რა მეორე რომ ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც მზად ვართ პროტესტში მონაწილეობისთვის და ახლა ხო იყო ეს ჩვენ ეს რუსთაველი შევინარჩუნეთ ახლა დიდი პროტესტების ფაზა უნდა მოვიდეს და ძალიან მაგარია რომ აგერ 15 დეკემბერს დიდი მსვლელობაა და ყველანი უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ 15 თებერვალს ახლა არის ევროპის მოედნით ამ მსვლელობა 18-ში ამ მსვლელობა 25-ში ანუ უნდა გავმრავლდეთ ახლა აქციებში რა აი გამავლება არის მნიშვნელოვანი ეს ამას აქვს ხო რამდენ ხო როგორ ვახცევთ ახლა არა მაგას მე კი ბატონო რა ეს ერთი მეორე ყველაზე დიდი პრობლემა მე ვფიქრობ სადაც ისინი ჯობნიან ეს არის პროპაგანდა და ჩვენი ამოცანა როგორ ვებრძოლოთ პროპაგანდას აი აქ ხედა უკვე საერთო შტაბის საერთო სტრატეგიული კომუნიკაციების ასე ვთქვათ უკვე ფაზის ამ ფაზაში აუცილებლად ჭირდება რომ მათ პროპაგანდას ვებრძოლოთ სწორად რა კი არ მივეხმარო მათ პროპაგანდას აი მაგალითად როდესაც პროკურატურა საქმეს აღძრავს რაღაცა გიჟურ იმაზე ხო ჩვენ რო ამაზე ბევრს ლაპარაკობთ ეს რაღაცა სისუსტესავით არის ჩვენ წუწუნებთ და მის მესიჯს ვაჟღერებთ რა ჩვენ ამას რა უნდა დაუპირისპიროთ თან ნახეთ უპირატესობები რა გვაქვს მორალური უპირატესობა ჩვენსკენ არის ავტორიტეტული ადამიანები აქეთ ხარეს არის მეგხვდით მსახიობი მომღერალი არ ვიცი საზოგადო მოღვაწე აკადემიური წრეების წარმომადგენლები დიპლომატები სამოქალაქო სექტორი ხო აქეთ არის რა მწერალი პუბლიცისტი ყველა აქეთ არის მეგხვდით ის მარტოა დარჩენ გაშიშვლებულია რა მარტო ის სპორტსმენები ყავს ვინც საპარლამენტო სიაში ყავს თორე სპორტსმენებიც კი მხარს არ უჭერენ ხო სულ მაგაზე იყო ლაპარაკი სპორტსმენებზე დგას არ უჭერენ არ სპორტსმენები თქვენ ნახეთ რომელიმე სპორტსმენი რომელიც ღიად გამოვიდა და ივანიშვილს მხარი დაუჭირა რამეში ეგეთი ჩვენ არ გვინახავს გარდა იმ ხალხისა ვინც სიაში დააბინავა რა ნუ არ ვიცი ხა იშვიათი გამონაკლისი შეიძლება იყოს მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ხო ის მომღერლებიც კი რომლებსაც დაატარებდნენ საარჩევნო კამპანიაში ის მომღერლებიც კი ჩუმად არიან ხო ანუ ეს სიჩუმე შეიძლება ჩავთვალოთ მათ მხარდაჭერაში ამ ხო მაგრამ უკვე ნაბიჯია ხო რომ ჩუმად არის და ხო ამაღლა არ გამოდის და მე ვის ასე ვთქვათ იმედზეა დარჩენილი შალვა რამიშვილი ის ხაინდრავა ვიღაც აი ესეთი რაღაცა შარლატანური ტიპის ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან ფულის, კეთილდღეობის გამო, რომელსაც არ აწუხებს არანაირი ასე ვთქვათ, ცენზით ყულს, რასაც ეტყვიან ნარატივს დაუწერენ, იმ ნარატივის გაგრძელება შეძლებენ. ანუ უპირატესობებს ვამბობ ჩვენ რა გვაქვს, ხო? აი ხა უბრალოდ
წარმოვიდგინეთ, რომ მთელი ეს უპირატესობები აწყობილი სინქრონული მანქანით მუშაობს. გაცილებით სწრაფად დავამარცხებთ. მე აქ ვამბობ, რომ ერთიანობა გვჭირდება. მე ხვდით, ანუ გაცილებით სწრაფად დავამარცხებთ. რამდენი მოლაპარაკე ადამიანი ხოს, რამდენი ავტორიტეტული ადამიანი ხოს. უბრალოდ რო ვთქვა, აი თბილისში უბნები რო აღო უნდა გაგაჩერო. კი ბატონო, ძალიან შორს გაგაჩერო რა. სტრატეგეთი ის არის ხო? სტრატეგეთი დაჩაგვრაც. არა, არც ჩაგრება. რავი, რა ვთქვით ახლა ესე. არა, ჩუბად არის უბრალოდ რაღაცას ვათქვევინოთ. ცოტა ძირითადი იყო ხოლმე აი წინა პოდკასტებზე სულ ვკითხულობდით რა ვშვებით არჩევნების მეორე დღეს რა და აი რამდენად გამართლდა ეს მოლოდინი აი ეს არჩევნების მეორე დღეს დაცვა იმ ხმების იქნებოდა თუ აი რეაგირება ჩვენი ზოგადად აი იგივეს კითხვას დაგისვამ რომ აი არჩევნების წინ როცა ხვდებოდით აი მას მერე რა შეიცვალა, გასაგები ალბათ ეთანხმები ვამბობ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სწორი დასკვნების გაკეთება. ჩვენ რა მოვიმოქმედეთ სწორად და რა უნდა გაგვეკეთებინა, რა არ უნდა გაგვეკეთებინა. აი ხო, არ მოვიტყვევით ახლა არჩევნებამდე ლაპარაკობ, არჩევნების მეორე დღეს აკომპლექტებ ხელისუფლებას და სხვა უმახით ხარ და მოქალაქეებსაც ძირითადად ესაუბრები, რომ ნაკლები შანსია ხმები დაიკარგოს ესე მაქსიმალურად, რომ ვინმე არ ეგონოს, რომ ამ არჩევნებით რამე ვერ გადაწყდება და ეს იყო მათ შორის თელი ჩვენი მხრის პროპაგანდა, ну, რასაც ამბობდნენ ხოლმე. ვიღაცებიც კვლევას ატარებს, მოდის და რაღაც ყოველას თავის სტრატეგიები რო ხოლმე, ყველა რჩევა ეს იყო, რომ ადამიანებს თუ აგზნობინებ, რომ ესე გამარჯვებას ხარჩევნებით ბიძინა ხო არ დაგიტევს, ეს გააყალბეს, მერე საერთოდ გამარჯვებაზე ვინ მოვა და აქედან გამომდინარე, რომ სულ იყო 8 საათამდე, 9 საათამდე მოვიგეთ. ფოტოც იყო რაღაცა ხელისუფლებას აკომპლექტებთ უკვე მსჯელობთ და მე აქედან ესა დაგვემართა ხო და ცხადია ბევრი რამე აყირავდა და შეიცვალა ამას რა თუნდა ბევრი საუბარი განსაკუთრებით ახლა მე ყოველთვის მინდა ეხლა იმითვით სარგებლობთ რომ რაღაცები ნენელა დაიძრა მაგალითად გიორგი ასაუბრდა რაღაცა კითხებზე მეც რაღაცა 1-2 ჯერ საჯაროდ ისე ვისაუბრო ზოგადად რომ უკვე შესაძლებელია რაღაცებზე საუბარის და უბრალოდ იმას რომ არჩევნები გაყავდა არ მიატოვო და არ ეცადო მაქსიმალურად რომ სტატუსკო დარჩეს რომ არსებობდეს ხოლმე 4 გადალახული გამარჯვებული სუბიექტი იქ აღარანაირი კითხვის ნიშნები არ დაისვას და თითქოს ეს პროცესი რაღაცა ესე გაგრძელდეს და ეს არის თავარი რაც მე ცუდი გემომრჩება ხოლმე საარჩევნო პროცესში რაც აქეთა მხრიდან დარჩა და იმის გავაძრებლობამ თუ იმაზე არ ფიქმა რომ რატომ მოხდა რომ არჩევნების შემდეგ 2 კვირა გვიჭირდა იმ აქციის მაჩვენებლის მონაწილეთა მე და გიორგიც ვიყავი ხალხის მოყვანა ჩართულები ყოფილიყვნენ გულშემატკივარიმენტი ყოფილიყო და აი იკობახიძის განცხადების მერე წამოვიდა სხვა ყველაფერი ეს თუ არ დასინქრონდა და ამასთან მიმართებაში თუ კათარსისი ბრალი გონია ეგ რა ანუ თავარი არის როცა პოლიტიკოსებს მიყავდათ პროცესი ანუ ხო ანუ შენ საგულშემატკივაროდ რომ მე ხელისუფალი ვარ და ეს წამართვეს ნაკლები ადამიანი გამოდის ვიდრე შენ წაგართვეს ეხლა კონკრეტულად დასავლური მომავალი იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანს 8-ზე ეტყვი მოვიგეთო და 9 საათზე უი გამიყავდესო ცხადია მე ეს არავის არ მოწონს ხო ამისთვის მე ბოდიშიც მოვხატე ამის მონაწილე ვიყავი ხა კადრში თუ ჩავდიდან ხა აქეც მოვიხდი გიორგისი რაც მომწონს იდეაში მის პოზიციაში ეხლა გიორგი ხერთობაზე სულ ლაპარაკობდა თუ რამეზე გვიდებატია კაჭრეში ძეკაც რო გვივიდა რაღაც ერთად შევებთ ხოლმე სულ იყო როცა მე ყველაზე რადიკალურად აქეთ იყო მე ბუნებითაც ხატომისტი ვარ და იმ ნაწილშიც ესე ვხედავდი სწორად მაგრამ გიორგის ქონდა ხოლმე რომ სულ მისმენდა და დახვდებოდა ჩემსაც რას ამბობდა შეიძლება ჯაფარაც კი არ მისმენდა ხოლმე ეგრე და უფრო კაისია ვიდრე გიორგიც ცდილობდა უბრალოდ ეხლა გიორგი და მე რაშიც ეხლა მგონი ერთად ვეთანხმებით რომ თვითონ ის უბრალოდ მარტივად რო ოცნება ციფრები დაწერა და მადმურჩა გარჩენები და ეგ აღარც კი მიუბრუნდეთ ეგ არ მოწონს და მეც ეგ არ მომწონს მე მაგ შიში რა ვხარ რომ არჩევნები იყოს თქვად რა იგი არ დაგემარა ხო ხდება პრობლემების ძიება რომ მოსულა მაგ ნაწილში უბრალოდ მან გასვებხედვა რომ არ ვიცი ხარ რამდენად მე ხომას რა ისაუბრა უბრალოდ ინგასთან საარჩევნო ერთობაზეც ისაუბრა, მისი წარმოდგენა არის განსხვავებული, იმიტომ რომ მე ზურასაც ვისაუბრე აქციაზე, იმიტომ რომ ორივესგან ერთნაირად მომივიდა რა ეს მესიჯი მახსოვს და ზურასაც აკეთე და იმან ესე მკაფიოდ არ თქვა. და რაც მე მგონია გიორგი ფიქრობს, ალბათ მაგრამ თვითონ მე ახსნის თუ ესე ფიქრობს, არის ის რომ მისი აზრით რახან არ იყო ერთი დიდი ერთობა, ხმები რაღაც დაიკარგა. მეტი ხმების მობილიზება შეეძლო და მიუხედავად ქართლოსნების მიღებული ხმების აი რაც გააყალბა ზოგადად ოპოზიციამ რაც ხმები მიიღო იმაში ხედავს პრობლემას ჩემი აზრით და მეთქმას ელოდებოდა მე ამ პრობლემას ერთად ხედავთ ეს უკვე რაღაცად მომწონს რა უბრალოდ რომ
კი ბატონო, რაღაც ამან შეგვაწუხა, იმიტომ რომ ეს თუ არ გაწუხებს, ნიშნავს რომ მხოლოდ ეხლა ვლაპარაკობთ, მაგრამ ვერ ფიქრობ რომ ბიჭო, რავი, ზეგავერო წავაგან, მე ეგ დრამა მაქვს, რომ ხვალ და მასე არა, პრობლემას ხედავ, მაგრამ აი ამ პრობლემის გამოსვლებ მიზეზებზე თანხდებით. რაღაცა მოდი ისე არ ვქნათ როგორც ქენით, მაგაში თანხდებით. და მე უბრალოდ არ მომწონს მე ხოლმე რომ არ შეიძლება ვინმე ახალი გამოწეს, ან არ შეიძლება რაღაც ახალი მესიჯები სხვანაირად ფორმირდეს, რომ არა, ყველაფერი ისე დარჩეს, იარსებოს ვთქვათ მესიჯად რომ არსებობს 4 გადალახული სუბიექტი, რამე ერთობაზეც თუ ახome საუბარი, მე თითქოს ამ 4 გადალახულ სუბიექტზე ახome საუბარი რაღაცა, სადაც მე გამოტოვებულია ჩერგო, იაგო ნუ გახარიანთ რაღაცნაირად და მაგრამ აცით რომ რამე შეიქმნას, რაიმე სახელით, რაიმე ფორმით უმბრალოდ შეიძლება ის არ მოწონდა, იმ აქციაზე არ მოვიდა რა აქციაც კობახიძის განცხადებამდე იყო, აი თითქოს იმ ადამიანებს არ ველაპარაკებით, აი იმ ადამიანს ხოლმე დაუნებით რომ იმან ციფრი დაწერა და ამაზე კონცენტრირდი. მე მგონია რაშიც ალბათ ის არის გიორგის პოინტი რომ თქვა იმის გამო რომ მას მაჟორიტარებიც აღარ იყვნენ თქვათ საერთო პარტიას არ ქონდა რომ სიაში დაგკვირდა მოკლედ შენ იყავით იმუშავე როგორც აქამდე მუშაობდი რაც ხო შეეძლო ამბანის მიხედვით ჩამოწერა ერთი სია და შეხვდა მიდი იმუშავე და ეგეთ რაღაცება რაც ფიქრის და თქვათ ერთობა გამოასწოროთ. მე მაშინ კაფეობას სხვა ერთობის საუბრისთან გასხვევით მაგას ხედავ რომ მიკი მოკვების ბარეშე მოკლედ არჩევნები ნიშნავს მაგას რა სინამდვილეში ან არჩევნები სიაში ხوارთ ერთობას ეძახის ერთობას. უბრალოდ მე არ მოწონს ერთობა ზოგადად კარგ სიტყვად გვაქცეული უბრალოდ თავისთავად და ამაზე ჯობაც არ მოდის ყველა პარტიას ეკითხა ერთობა უნდა. ეხლა მეც რომ მკითხო ეხლა ერთობა არ გინდა იგივე რომ სიყვარული არ გინდა. მომთავარე რას ნიშნავს? რატო არ გინდა? იმიტომ რომ რასაც უსმენ თქვა ლელოს წარმოსახვით ერთობა არის მის ალტერნატიულ პარლამენტში იყო და იქ რაღაც ფუნქციონირდა. ეხლა გუშინაც ქონდა პრეზიდენტ შეხვედრა თქვა ამას შეიძლება ერთობა დაუძახო. ბევრთვის ერთობა არის ერთობა სადაც გახარი არ არის და დანარჩენი ეს ამ პარტიაც ან ერთნაირი მესიჯები გქონდეს. ან რისთვის ერთობა საუბრობთ ეს მაინტერესებს პოლიტიკური სპექტრი. თუ საუბრობთ არჩევნებისთვის ერთობაზე, ესე იგი ბემაშინ უნდა აღიაროთ, რომ მაგალითად არასწორი იყო. თუ ეს მოგების ფორმულა იყო, როგორც გავედი და ამით მოვიგეთ. მაშინ ეჭქვეს მაგას რაღაცა ვაყენებთ. თუ ეს მოგების ფორმულა იყო, თქვა და ეს ზურასთან უფრო მოხდებოდა ეს კითხვა, იმიტომ რომ არ ვიცი გიორგი საჯაგორ საუბრობს, მაგრამ ზურა ბევრად კაფიოთ არის, რომ წარმატებული არჩევნები იყო, უბრალოდ ესე კაფიოთ აღგახო. ხო და ამ შემთხვევაში მაგ პოზიციის ზოგად ესე ერთობაზე. ხო, ამას ვარ ამბობს, რომ უფრო დავიცავდით, თქვა, თან ესევე არ გაყალბებოდა, არ ვიცი. ანუ თუ ბიძინა წერს რა უნდა ქნა რომ დაიცვა რა, ხა თუ ეგრე იწერება და კონკრეტულად ხმების პრობლემა არ არის და მეორე ჩვენ თუ გავდივართ ეხლა ისეთ არჩევნებზე, სადაც სუსი ჩამოშლილი უნდა იყოს. ხელისუფლება რეალურად უკვე გამოცვლილი უნდა იყო და გამოცვლილი ხელისუფლება უნდა დაამტკიცო და ფურცელზე გააფორმო. და თუ ესეთ სიტუაციაში ყოფი კოცობა არის, მაგრამ რატო არის პანაცეა რომ მე რა არის აუცილებლობა საერთოდ. ეს ხო ერთობის აუცილებლად არის ის რომ გადიხარ არჩევნებს გადასატეხი გაქვს იდეაში და ესეთი ხელისუფლება ყავს, რომელიც ყავს ისევ ამ ძალით, ისევ სუსით, ისევ ამ ყველაფრით. აი ამ პროცესში ეგ როგორ ხდება და მთავარი ერთობაზე საუბრის დროს ხოლმე სულ უფრო ხედავ რომ უფრო იკლებს ამ ერთობის შექმნის პროცესს, იმიტომ რომ გიორგიც რომ მე ეთერში ნინო გრიგოლია შეეკითხება რომ გიორგი ერთი ვინ არ გიპასუხა ტელეფონზე, მე ეს უხერხულში უნდა იყოს რომ მე არ უთხრა, მე რაღაცა ყვითელი პოლიტიკების იმას ამე შენთან წენა აქ მე ის სხვანაირად უპასუხეს კომენტარს გაუკეთებს ის და ეს და ჯამში სამდვილეში ეს ერთობაზე ლაპარაკი ხდება ჩემთვის უფრო მეტად რაღაც სიცარიელის შემავსებელი რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ეხა რაღაცას მოფიქრება და მოდი აი ერთობას და მაგალითად ეხა იყო გუშინ შეხვედრა ხო არჩევნების წინაც ეგ იგრძნობოდა რა ანუ შინაარსი გამოსულია ეს ერთობა რომლის იქითაც არაფერი რადგან ხოლმე ვერ გაიგებ მაგალითად იყო ეხა სალმაზი რობიშვილი ყველა კოალიციის ლიდერი შეხვდა რა გამოვიდა იმ შეხვედრიდან კარგად ვერ გავიგებ კიდე შეხვდებით ძირითადი მესიჯი ეგ იყო ხა რამე შეცვალა გარდატეხა მოიტანა მოქალაქეებში არა ერთმა კაცმა რო სიბზნე მოიფიქროს ყველას გაუხარდება ერთადაც რომ ბევრმა მოიფიქროს ეგეთ თუ ვერაფერი ვერ მოიფიქრე გინდა ერთიანად ვერ მოიფიქრო გინდის ამ პანაციად და აი ეხლა ეს გაკვირდა და ეს არის მინუსი ხოლოდ ეგ არ მინდა იყოს დანახული რომ ეს სიცარიელე მაგით ვავსოთ რა აი მანდ მაგხომე თავი ყველა ერთობა საუბროს მე სადეგრძელოსავი და მანდა გაკვირდა და მაშინ კურცველობაში უნდა გადავიდეთ და ბოლომდე კურცველობის ნაწილი უნდა იყოს რომ მაშინ რა ტიპის ერთობაც გიორგისმა უნდება რომ საარჩევნოდ იყო ეგ გააზრება უნდა ქონდეს მაშინ ყველას ესე მკაფიოდ. მე მაგ გააზრება მოიტანს რომ იცი რა ჩვენ ვიღაცას ვიცით ვინ რომ მედიები როგორ არის გადანაწილებული მაგ ყველაფერს უკვე შენთვის საარჩევნო ბერკიტად კი არ შეიძლება მაშინ მოდი შეარინგი უნდა მოხდეს რესურსების, ფულის, მედიის
ისეთი რაღაცები უნდა გადაილახოს, რომლის გაკეთების შნოც უარსებობს, მაშინ გაკეთდეს რა, საუბარი კი არ იყოს გაკეთდეს, ანუ ერთობა უფრო მეტად ისეთი რამე მგონია, რომ სული რო იყოს გაკეთდება. ლაპარაკი არ უნდა სრული ჭირდება. შეიძლება ეხლა გიორგის პოზიცია იყოს თქვა ზურასი, რომ ესე ხალხში შექმნიან ნაც რაც მასზე წნეხს გააკეთეს, მაგრამ მე მგონია რომ არა, პირიქით აი პროცესში აიძღაბდება და არც არაფერი არ მოხდება. მართლა ერთობა და გულწრფელობა საჭირო ისეთი რაღაცებია უკვე მოხდარი, რავი, აგერ თამარ კორძაცელი პოლიტიკიდან აგერ წავიდა. ვიღაცა შეიძლება მართლა სახში წავიდეს, ვიღაცა ციხეშია, ხო ხდები ხა იმის დროებიც აღარ არის. განა რა არის, რატო ვერ გაერთიანდნენ? მართლა მაშინ რა ჭირთ, ხო? ანუ მე უბრალოდ არ მჯერა, რომ შესაძლებელი არის ეს ხალხი ეგრე ერთად და დაჯენ და ილაპარაკონ და ეგრე მართლა მკაფიო, რასაც ერთობა იქ მეგიქნება, მაგის ამჯერა რაღაცა სხვას მივიღებ, რაშიც თუ რამე ნორმალური შეიძლება დაიბადოს, ისიც შეიძლება ჩაიკლას რა პოტენციალში, რაღაცა და შენ არ ან ლაპარაკით არ დააზარალო, მე რაღაც რაიმე ტიპის ინდივიდუალურობას რო გამოავლინო, უკვე ხინჯად გაჩნდება და ესეც დაზარალდება რაიმე ახალი უკაცი და იმის გაკეთების არ ვიცი, დიდი ხანია კი, ხო გიორგი ლაპარაკოს, ზურას დიდი ხანია ლაპარაკოს. აი გააკეთ, ხო არის ჩათი, ჩამოტოს და მაშინ ვინ არ არის, აი რაშიც ჭედა, თორე ეთერს უყურებთ ის ყველა ერთნაირად ლაპარაკობს. აი ვინმეს თუ დავარწმუნებ, რომ ერთნაირად არასწორად. ვინმეს თუ დავარწმუნებ, რომ რაღაცა ჩვენ ერთად არ ვართ, ვიღაცას მაგალითად. აი ამორჩევოს კაი ხარ და უმტკიცო, რომ იცი რა, მე ცოტა სხვანაირად ვიქო. ისედაც ერთად გთვლი. არა თუ ერთად არ ვარ კი არა, რო არ ვარ და. აი იმის იქით მე არ ვიცი, აი როგორ ხდება, როცა თან ერთ დროს ამას იძახდე, თან მაგალითად გახარიასთან მიმართებაში, ეხლა ჩაოლებრივ კამპანია იყო, მაგრამ იმან რატომ არ დატოვა, ხო, პარლამენტი. რომელთან მიმართებაში ყველა ხო დიდი ხანია თვეების განმავლობაში, ვიცით რომ იმას არ დაუწერია და ჩვენ დავწერეთ. ანუ ჩვენ ახლა გვეწყინა რომ გამოგვაგდეს და აი ისიც გამოგვაგდეს ბარემ ხო არა, ეს პროცესებთან მიდის თან ხვდები რომ არავის დიდად არც უნდა უბრალოდ ერთმა უნდა რომ ილაპარაკებოდეს. ერთ-ერთი გულწრფელობის იმას ხედავ იმ შემთხვევაში თუ გიორგის ის პოზიცია რაც მე მგონია პოზიცია რისგანაცაა გამომდინარე რომ გონია რომ ამ არჩევნებზე სხვანაირად რომ მოქცეულიყავით სხვა შედეგს მივიღებდით. და მაქედან გამომდერი გაქშიში რო იყოს ხელახალი არჩევნები ისე გასვლა დაგღუპავს. მე იყო სხვა დებატს ვიწყებთ, სადაც სტატუს კოს ვივიწყებთ მაგნაწილში არჩევნები როგორ მოხდა და მე და გიორგი ხელახალ დებატს უყურებთ, თქვა ყველა ერთად თუ იყოს მართლა როგორ უნდა იყოს, უნდა იყოს თუ არა, ან სხვა პარტია უნდა დაემატოს, მაშინ მოიც სხვა რაღაცას აითვისეს, მოკლედ პრობლემა რო გვაწუხებს, რომ 800.000-ზე მეტი ხმა არა, და მეტი ხმა მილიონზე მეტი კაფეო ხმა გინდა. ჯერ მინდა რომ პოლიტიკოსების გავგზნობდე რომ აი ეს აწუხებს და მაგის მერე შენთან მსჯელობაც კიდე სხვანაირად იქნება და ხა მაგის მერე მე ხო ის სხვა რა ხა დღესაც შენს გითხარი რაღაც რომ გიორგის ახლა სადებატოდ იმისთვის არ მოსულარ ხო ანუ რაღაცა ხო არა ეს არის პრობლემები რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ნეტა დავწდა ნეტა რაღაც მოხდეს უბრალოდ აი ეს გააზრება მინდა და კარგია თუ გიორგი თამამ იქნება მაგნაწრის თქვა პოდკასტში თქვა ეთერში ციტყვის მაგას იმიტომ რომ მე რო რაღაც ეთერში ეგრე და ცოტა ისე თქვი ეგ პოზიცია აი მივხვდი რომ პარტიულ ადამიანებს უშუალოდ პარტიისი არა მოქალაქეს პირიქით რომ კრიზის მინიმუმ აღიარებ რა იმის იქით აი ყველას არ მოეწონა იმიტომ რომ თითქოს ირყევა ის სტატუს კო რომ არსებობს 4 გადალახული უკვე მთავრობა რომელსაც მთავრობა წაართვეს და ეგ ბევრ ეგოს უყავს და მე ამიტომ ეგ არ მომწონს რა ეს ერთობა არ ვიცი მე სწორად გამოვხატე მაგრამ მინდა რომ სად დავიწყებდი ბევრი საკითხია რა აი ამ ერთობის ირგვლივ არის და ნუ დანარჩენი საკითხები და ეს რაც ნიშნავს ერთობა ერთიანობა მეც რაღაც ცოტა skepsis ხო მანდაც თამამად აი კონკრეტულად რა ერთობა ნიშნავს ერთ ქვაბში ჩაყრას და ერთ აზროვნება და აი ხელოვნურების გაგრძელებას ისევ ხელოვნურად აი ამ მე მგონი ხელოვნური ცალცალკე რო ვართ ის უფრო არის მაგრამ გეტყვით რატო ხო აი ხა ამ რეალობაში მოდი რამდენიმე კომპონენტი იყო გამოყოფ და თითოეულზე ვისაუბრეთ ეს არის არჩევნებამდე რას მოიტანდა ერთობა და მოიტანდა თუ არა მეც და სად ხედავდი მე ერთობის უპირატესობას და მოგცემდა თუ არა მეც შედეგს ეს ერთი მეორე არის არჩევნების შემდგომ რატომ ვერ მოხერხდა სერიოზული აქციების წამოწყება ოპოზიციის ლიდერობით ხო ეს არის მეორე საკითხი და რატო დაიწყო ასე ვთქვათ ეს ფაზა მის რა ქვია კობახიძის განცხადების შემდგომ, ხო, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და დღეს რა ერთობაზე ვსაუბრობთ, ამას გავყოფდი ორ ნაწილად რა. მე აქაც ორ ნაწილზე ვსაუბრობ. ერთი ეს არის არჩევნების თარიღის მიღწევამდე ერთიანი მუშაობა და მეორე ეს არის არჩევნებში მონაწილეობა საერთო სიით. აქაც ორი კომპონენტია, უნდა გავყოთ რა. რომელითაც გინდა დავიწყოთ რა, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცხელი ახლა იყოს, რატო ხედავ მე არჩევნების
მიღწევის და პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის ერთობას როგორც ასეთ ძალიან მნიშვნელოვანს რა. ნახეთ ჩვენ წეღანად ჩამოვაყალიბეთ რომ იქეთ ორგანიზებული დეზინფორმაციის პროპაგანდის მანქანა გვებწვის, ხო? და მას აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული თავის სტრატეგია, რას უნდა მიაღწიოს პირველი, ანუ მისი ამოცანა შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეორე, ამას ინარჩუნებს შემდეგნაირად, თუ არ ჩამოეშლება შიდა სისტემა, დაგვდგუნავს ჩვენ, დასავლეთს აჩვენებს, რომ აქ აღარაფერი აღარ არის ჩემს გარდა სალაპარაკო, მოდი მელაპარაკე, ანუ მაღიარე. და თუ მიიღებს აღიარებას, თუ ყველა დაელაპარაკება, თუ ჩვენ სახში დავჯდებით, ის ფიქრობს, რომ ნუ 1-3 წელი კიდე გაკაჩავს და მე რა ვიცი, რაღაცა მოხდება კიდე სამყაროში და რაღაც შეიძლება შეცვალოს. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ ეს 3 თვე აქვს, 2-3 თვე აქვს ეხლა პატარა ფაზა, რომ აქ იქნება მოახჭოს ეს ყველაფერი რა. რატო? იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ არ არის ბოლომდე ფორმირებული, იქ ევროპაში, გერმანიაში არჩევნებია, ბევრი რაღაც ხდება, მოკლედ ბევრი ფაქტორია და ახლა უნდა მოვასწრო ეს. აქ ერთიანობას ჩვენ მხარეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რაში? პირველი, ეს არის საერთო საინფორმაციო სტრატეგია, ანუ მის პროპაგანდის მესიჯებს როგორ ვუპირისპირდები, რას ვამბობ. მე ხა პირიქით ვიტყოდი. ხო იყო ეს მანამდე სტრატკომი. არასდროს არ იყო, არ ყოფილა სისტემური საერთო არაფერი მაგ კუთხით, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ყოფილიყო, იქ რაღაც სტრატკომები იყო, მაგრამ ის არ იყო სუფთა, ასე ვთქვათ, ჩვენი მუშაობისთვის გამიზნული, ის უფრო სხვა კუთხით იყო და კი, რაღაცა ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ყოველდღიური მუშაობა უნდა ამას რა. ანუ მაგალითად, გამოდის და აგდებს მაგიდაზე რაღაცა 3 გიჟურ თემას, შერაშვები, აი, შეცდომა რაში გვაქვს ხო, მე იცით, აი, პირველივე შეცდომას როგორც კი მის ნარატივს ვიმეორებ და აქ უკვე ვიწყებ, ასე ვთქვათ, ახსნას, რომ აი პროკურატურაში მან იმიტომ აღძრა ეს საქმე, რომ დააშინოს, დამაშინოს, ასე თუ ბევრჯერ გავიმეორე, დაშინება, დამაშინეს, მომაშინეს, ასე შემდეგ, բայց ხალხი შინდება რა. ანუ, ბოდიში აი ჯერ ამას დავამთავრებ რა, სისტემურად რო დავამთავრებ. ანუ მე რას ვამბობ, ერთიანობას რაში გულისხმობ? საერთო სტრატეგიული კომუნიკაციები, ანუ პირველი ამოცანა კარგად განსაზღვრული, მეორე სტრატეგიულად როდის ვფიქრობთ ამ ამოცანის მიღწევას, მესამე რა გჭირდება ამისთვის, ხო? რა გზავნილები, რა მესიჯები. როგორც კი ამას ჩვენ გავაკეთებთ, აი, სოფტნეს რა შეერ დავეთანხმები, იცი, რომ მან თქვა, რომ ყველა მის თქواس რაც უნდა, პირიქით ხო არ ხო რაღაც დაახლოებითი ეს იყო. დღეს მაგვითარებაში ვართ. ყველა იმას ამბობს, რაც უნდა. მივხვდით, აქეთ ამ მხარეს რაც აყლია, ეს არის კონსოლიდაცია, არა მარტო ცენტრალურ გზავნილში, რომ ვითხოვ არჩევნებს და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, არამედ მის თავდასხმებზე რეაქციებში და ჩემ თავდასხმით სტრატეგიაში რა. აი აქ გვაყლია, პირიქით გვაყლია თქო რა, ანუ გამართული მესიჯი გვაყლია და მე აქ ვამბობ, ხო? მაგალითად, როგორ უნდა ავხსნათ, როგორ უნდა ვილაპარაკოთ თითოეულ საკითხზე, ხო? ტელევიზორს რო ჩართავ დღეს, კიდე ერთხელ ვამბობ რა. მე ისე არ გამომივიდეს რომ რა თქმა უნდა ძიმე ვითარებაში ვართ, მაგრამ ბევრი წუწუნი ჩვენ მხარეს აშინებს რა. ჩვენ რაღაცა ტაქტიკურად ისეთი ნაბიჯები სვლები ერთობლივი უნდა გავაკეთოთ, რომელიც გააძლიერებს ჩვენ მხარეს, ხო? ეხლა ერთი ეს არის სიტყვა, ინფორმაცია, ნათქვამი, რაღაცა სწორად დალაგებული ფრაზა, რომელიც გაუმხნევებს გულს ადამიანებს, დაარწმუნებს, რომ ჩვენ მეტნი ვართ, კი ბატონო, დაარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, დაარწმუნებს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შედეგისკენ მივდივართ, ხო? და მეორე მხარე, იქეთ ამ მხარის ჩამოშლა ჩვენი მიზანი, ხო? შიგნით ჩამოეშალოს. ერთი აქ ხედავ ძალიან გადამწყვეტ ერთიანობას, მეორე შტაბურ მუშაობაში და რას გულისხმობ. ეს არის აქციების უკვე ფართომასშტაბიანი აქციების დაგეგმა, ხო? რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ეხა ამ ფაზაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მეტი ერთიანობა, ერთი არის სამუშაო გქონდეს და უფრო მეტიც მე აი მაგალითად ჩემს იმაზე მე პირდაპირაც ახ გვისაუბრებ, ერთი დიდი კარდაკარი გვაქვს გასაკეთებელი ქვეყანაში. კარდაკარსაც გულისხმობ. თუ ამდენი მოლაპარაკე ცნობადი ავტორიტეტული ადამიანი გყავს. მათთან ერთად როცა ჩვენ ამ ერთიან სისტემას შევქმნით, ხო? დავინაწილეთ ადგილები და კარდაკარ მოვიარეთ ჯერ თბილისი. თბილისიც არა გვაქვს მოვლილი და რეგიონებზე რო ვიძახით ხოლმე. მე რეგიონები რატო? იმიტომ რომ ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ 31% მე არ ვეთანხმები, რომ ეს არის მათი ასე ვთქვათ, რაღაცა უპირობო ელექტორატი რა. მე ვფიქრობ, რომ ვერ მივედით ამ ხალხს, ვერ ავხსენით, ვერ ველაპარაკეთ და აქ ძალების გაერთიანებას, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ისევე როგორც ამას ჰქონდა არჩევნებამდე, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე
რადგან თქვა ცოტნე თქვით რომ მანდ ზუსტად ამაზე შევთანხმდით, ხო? მე პარასკევ ხუჩაბაც მქონდა ინგა გრიგოლიასთან ამაზე საუბარი, ერთიანობაზე საჯაროდ ამდენს არ ვლაპარაკობდი არჩევნების მერე გავხსენი ეს სალაპარაკო თემა ჩემი მხრიდან, სხვები შეიძლება საუბრობდნენ ხუჩაბათიდან, იმიტომ რომ ფიქრობ რომ სამჟელოა ეს ყველაფერი და ღიად უნდა გამოვიტანოთ რომ რაში მჭირდება ეს ამბავი, ხო? და შევთანხმდით არა მარტო ყოველკვირეულ შეხვედრაზე, მაგრამ იყო საუბარი რომ მოდი იქნებ ჩვენი საერთო საინფორმაციო, ასე ვთქვათ, მესიჯები, გზავნილები გავასწოროთ, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ. ეხლა ამას ჭირდება უკან მე ვეძახი ტვინი, ხო? ტვინი უნდა დაქოქო რა, ადამიანები ვინც ხედან, ანალიზებენ, უყურებენ, გიმზადებენ მასალებს და გეუბნებიან, რომ აი დღეს ასე არის სალაპარაკო, ამაზე ესე უნდა ვირეაგიროთ. ცოტა ასე ვთქვათ, ცივი გონებით რო უყურებენ, ხო? ჩვენ ცხელი გონებით უყურებთ, იქავართ, გაიგე, ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ჩემი ნაცავიცემეს, ჩემთან პოლიცია მოვიდა, დააჯარიმეს ვიღაც, ხო? სულ ამ იმაში ვართ და ემოციურად ვერ გამოვდივართ, ხო? რომ ესე ცივი საღი რაღაცა მესიჯები თქვა. აი გჭირდება ჩვენ ერთიანობა, ამით ჩვენ დავამარცხებთ დეზინფორმაციას. დღეს თავარი ომი ქუჩაშიც კი არ არის. თავარი ომი არის საინფორმაციო ომი. და საინფორმაციო ომში უნდა დავამარცხოთ ქვეყნის შიგნით პირველ რიგში ქართული ოცნება, სადაც მე ვფიქრობ, რომ კი გვაქვს უპირატესობა ღირებულებით ნაწილში, აი ევროპა, დემოკრატია, გვაქვს უპირატესობა, მაგრამ აი ყოველდღიურ ნაწილში დღეის მდგომარეობით ჩვენ უპირატესობა არ აგვაქვს. რა და არის დღეები? მე ვფიქრობ, რომ დეკემბერში მქონდა ინიციატივა, იანვარშიც, აი ხა არის დღეები, როდესაც ჩვენ შეიძლება ვაგებთ, ხო, საინფორმაციო ომს, რა, მე ესე ვაანალიზებ ხოლმე, ეს დღე მოვიგეთ თუ წავაგეთ. რაღაც დღეს წავაგეთ, ხო? წავაგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მან ბევრი გას კიდე ერთხელ ფლადინგის სტრატეგიით, ეს დაწერილია, ეს რაღაც მე კი არ ვიგონებ. ბევრი გასროლა გააკეთა, შოკში ჩამაგდო, მე ერთდროულად ამდენზე რეაგირება არ შემიძლია, მედიაც ამდენზე ვერ რეაგირებს, მედია შეუძლია ერთი თემა იყოს, მაგრამ ხუთი თემა რო გამოვარდა უცებ ერთ დღეში, დაიბნა და ჩართეთ ტელევიზორი, ერთი აკეთებს სიუჟეტს პროკურატურაში, პროკურატურის გამოძიებაზე, მეორე კანონზე მედიის წინააღმდეგ, მესამე ახალდაჭერებზე, მეოთხე და ქაოსია. გაიგე, ეს ქაოსი აჩვენებს, რომ აქ ერთადერთი კაცია ივანიშვილი, რომელიც ამას ალაგებს. სხვა არავინ. რეალურად ჩვენ უნდა მივიტანოთ მესიჯი, რომ ქაოსის მომტანი ივანიშვილია. რეალურად მოდი ვთქვათ, მშვიდობა ხო დაპირდა ამ ქვეყანას. სად არის მშვიდობა? მშვიდობა ქუჩაში რა ხდება? ქაოსი მოიტანა. სანამ ივანიშვილს არ გაუშვებთ, ქაოსი არ დამთავრდება ამ ქვეყანაში. და ეს არის ჩვენი მესიჯი ყველგან არ არის. გავაჯინეთ ის რომ ივანიშვილი ტოლფასი, აი რო წერია ხარ, ვინ არის კრიზისზე პასუხისმგებელი? ქართული ოცნება, ხო? და რა არის კრიზისიდან გამოსავალი? ივანიშვილის მოშორება და დამშვიდებით, მე ვიკამათებთ, კაცო, ვიმჯელებთ, გადასახადი რამდენი უნდა იყოს, რა პოლიტიკები უნდა გქონდეს განათლებაში თუ ჯანდაცვაში, მაგამდე ვერ მივდივართ. რატო ვერ მივდივართ? რატო ვერ მივდივართ? იმიტომ რომ აი აქაც სადა აქ ერთიანობას მნიშვნელობა. ჩვენ ვერ შევძლებთ ცალ-ცალკე მძლავრი პარტიების აშენებას, სადაც დემოკრატიული ფუნდამენტი არ არსებობს ქვეყანაში. დღეს ჩვენ დემოკრატიული ფუნდამენტი აღარ გვაქვს, არჩევნები არ არსებობს. მიხვდით? კაცმა თქვა, სასამართლო ჩემია, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩემია, პოლიცია ჩემია, სუსი ჩემია, ყველაფერი ჩემია და მე როგორც მინდა ისე იქნება. ანუ ჩვენ რას ვებძვით? ავტორიტარიზმს ვებძვით. ავტორიტარიზმს პოლიტიკური ასე ვთქვათ, ლამაზი დებატებით ვერ მოუგებ ავტორიტარიზმს. აი, რო ამოიღო, რატო დამარცხდა რუსეთში ოპოზიცია? რატო დამარცხდა სადმე სადაც დამარცხდა იმასთან ბრძოლის დროს, რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, იმიტომ რომ გაერთიანება ვერ მოხერხდა. მიხვდით? ეს აი, ChatGPT-ს ხო იყენებთ ალბათ უკვე, ხო? ჩაწერეთ. აბა რას ამოგვიგდებს? ამას დაგიწერს. მიხვდით, იმიტომ რომ ამას კონსოლიდაცია აქ ძალების იმას აქვს ბევრი ფული, მედია რესურსი, დეზინფორმაციის აწყობილი კამპანია, შენ რა გაქვს მორალური უპირატესობა, ბევრი ავტორიტეტული ადამიანი აქეთ ხარეს და ამის კონსოლიდაცია არის იმის დანგრევის შანსი რა. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენ ახლა შევალთ ტაქტიკურ ერთმანეთში, ანუ ეხა ხო ის ხდება ხოლმე, აი შენ თქვი რომ აი გირჩი რატო არ არის, ისინი სულ აი რაღაცა პატარა ტაქტიკების ემეებში, აი ეს რა სისულელია, ეს რო ვინ მოიგონა, ეს ყველაფერი ეხმარება იქეთ ამ ხარეს, აი ასეთი საუბარი. მიხვდით? რატო პირიქით აი რომ შეგაწყვეტინე, პირიქით არის ხოლმე თვითონ ხელისუფლების სტრატეგია და ერთ-ერთი აი პროპაგანდის ეს არის რომ ესენი მაინც ერთნი არიან. ანუ ხო და ეგ ჩვენ უნდა გადავტეხოთ. ეგ ხო არ გვანიშნებს იმაზე რომ პირიქით ერთ ქვაბში ჩაყრა მისი არა, ერთ ქვაბში ჩაყრა, ერთ ქვაბში მრავალფეროვნება, რომელიც მერე ერთიანობა, მრავალფეროვნების ერთად ყოფნა ხო არ არის ერთიანობა და არა ერთ ქვაბში. ფეროვანი ისედაც ვარ მე ვარ ცოტნეა რა და ორივეს გვაქვს ამის გადაღებნას ცდილობს. არა, იმის გადაღებნას კი არ ცდილობს.
იმ გადღაბნილში კომპლექსის იმას რა ქვია, კომპლექსის წარმოშობას ცდილობს. ანუ დაგაკომპლექსოს მაგით. და არ შექმნა შენ ამიტომ ერთიანობა. პირიქით, მაგას კი არ ცდილობს. რატო გასწრებს ხოლმე ერთიანობაზე, ერთიანობის ფიასკოზე საუბარი? ესენი მაინც ერთნი არიან რა. არიან ესენი ერთნი, რომელსაც პირობითად ნაცებს არქმევს. გავიგე, ჩვენი პასუხი რა არის? ჩვენ არა ვართ ერთნი, ჩვენ ცალ-ცალკე ვართ, ჩვენ განსხვავებულები ვართ. რაში ვართ განსხვავებული? იმ ზეამოცანაში, რომელიც გვაქვს, ევროკავშირი გვინდა? დემოკრატია გვინდა? აი ამ თავისუფალი სასამართლო გვინდა? ხო და აი მაგებში ხوار გავერთიანდეთ. აი მაგაში ხوار გავერთიანდეთ. აი თავარი რასაც პროპაგანდა რასაც გთავაზობს, აი ამის პასუხში, აი ამ პროპაგანდაზე, რომელიც თავარი 3 ახსენე და ეგ 3 მესიჯი არის რაც აი. ხო და მეოთხე მესიჯზე აღარც უნდა გადავიდეთ და სანამ ამ მესიჯში არ მოვიგებთ, შენ რომ მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე მესიჯი შემოგაკ აგებ. აი მაგალითად, აი ხა მე ვფიქრობ, რომ ეს ნაცები არიან, ეს პირდაპირ პროპაგანდის სტრატეგიულად დამუშავებული მესიჯია, რომ კომპლექსი აკიდოს აქეთ ხარეს ყველას. ხო რომ ვიღაცამ თქვას, რომ მე ხა ნაცთან ერთად თუ გამოჩნდები, კაროჩე ნაცი ვარ და მე ის მე დამარტყავს, რომ ნაცი ვარ და მე ხალხი იტყვის, რომ შენც ნაცი ყოფილხარ და რანაირად უნდა მოგცე ხმა, ხო? ვიღაცა კომპლექსი აკიდოს თქვათ თვითონ მოთამაშეებს პოლიტიკურ, მაგრამ ეს კომპლექსის აკიდება არის ის, რომ რაღაც საფუძველი აქვს, რაღაც მოსახლეობაზე, რომელსაც თვლის და იმათ არ აქვს ამის კომპლექსი. კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მომისმინეთ, აი ნახე, ყველგან არის ფრეიმინგი რა ველს ვისჯევთ ჩვენ. ის ცდილობს, რომ ნაცის ძახილით შემოიტანოს განხეთქილება და 80%-იან მონოლითურ, ასე ვთქვათ, პროევროპულ ჯგუფში შემოიტანოს დისონანსი. მიხვდით? ჩვენი სტრატეგია რა უნდა იყოს? კი არ გავიმეორო, რომ მე ნაცი არა ვარ. მე ევროპა მინდა, ეს უნდა უპასუხო. აბა მოიცა ეხა შენი დეზინფორმაციის მანქანან უჭართე, მე მინდა ევროპა, მე მინდა დემოკრატია და პასუხი გამეცი, რატო დაიჭირე ამდენი ადამიანი? რატო შიმშილობს დღეს მზია ამაღლობელი? რატო იძახით ყუილს, რომ ასეთი სახეში გარტყმისთვის მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყნებში ციხეში ამოალპობდნენ ნებისმიერად ეს ყუილია. ტყუილია და შენ გაერთიანდები თუ არა ხო მაინც გააგრძელებს არა აგ მსჯელობა რაზე მიდის იქნებ ხوارჯებია ყველამ ისე უპასუხოს რომ გასაგებია ერთ პოზიციაზე ამდენი ხანი ხო მაღაზიაზე მოვდივარ დავით რომ ისე პასუხობს ყველა როგორც უნდა და ვერ ლაგდება ვერ გადავწეხებს როგორ არ პასუხობს კაცო ყველა ამბობს რომ მენაცი არა ვარ ის ამბობს რომ მენაცებთან საერთო არაფერი არ მაქვს და სასაუბრო თემა რა არის თავისას ვერ პასუხობს რა გავიგე და სასაუბრო თემა რა არის ვინ არის ნაცი, ვინ არ არის ნაცი, ხარ თუ არა ნაცი, მეგობრობ თუ არა ნაცებთან და ასე შემდეგ. ეს მას ეხმარება. როგორც კი ჩვენ საერთო სტრატეგია გვექნება საინფორმაციო, უპრობლემოდ გავაკრობთ ამ თემას. მიხვდით, რო არ გავიმეორებ მე მის ნათქვამს არც ერთხელ და ვეკითხები, ვეთქვი რომ შენ მე პასუხი გამეცი ევროპული პერსპექტივა რატო წამართვი. შენ მე პასუხი გამეცი რატო ცემე ადამიანებს. შენ მე გამეცი პასუხი ხარებამ რატო ამოათხა სახეში ფეხი იქ ადამიანს. შენ მე პასუხი გამეცი ამაზე და ამ სისულელეებს თავი დაანებე. დღეს ეს პასუხი არ არის. დღეს ეს პასუხი კი არ არის. მაგალითად ვიღაც გამოვა და იტყვის მე რა ჩვენ ახლა და მე აქეთ ნახე მთელი დისკუსია მიდის რა არის აქეთაც მედის დისკუსია რა არის შენთანაც ხო არის ეს დისკუსია აქეთ თუ ყველა ერთად იქნება მაშინ ყველა ერთად ნაცებად აღიქვამს ამ ყველაფერს ანუ ვეხმარები იმას პროპაგანდაში კიდევ ერთხელ გეუბნები გინდა თუ არ გინდა ამ პოლიტიკაში რო გავიაროთ ყველა 80% ადამიანებისაც ვინც აქტიურ პოლიტიკაში არის ასე თუ ისე შემხებლობა ქონია ნაცებთან მეორე ჯგუფია 20%, რომელსაც შემხებლობა ქონია ქოცებთან. ხო? მართლა ის რომ ახალი და არსად პარტიაში არ ყოფილა, მე მგონი მართლა ცოტნე არის მარტო რა, არ ვიცი. სხვა შეიძლება, მაგრამ ცოტა, ხო, ეგეთი ადამიანი. ნახეთ, მაგიტომ ერთბობს. ამიტომ ნახე, ახლა ჩვენ ვიძახოთ რომ, აი 70-30-ზე ვთქვა. 70-30%. ნახე, 70%-მა სიტყვაზე ვთქვათ, უძახოს 30%-ს, რომ შენ ის ყოფილი კოცი არა ხარ? და ნუ აი რამდენს რამეს წამოაძახებ, რომელმაც თვალი დახუჭე თვითმმართველობას რო არ ნადგურებდნენ, თვალი დახუჭე თვალებს რო უთხრიდნენ ადამიანებს, თვალი დახუჭე რო გადაიფორმა სასამართლოს პლანი და გააძლიერა, თვალი დახუჭე და მიეცი, მაშინ მეც გაუხსენებ ყველაფერს. შენ ახლა უნდა გაუხსენო, მოიცა შენი სისხლიანი 9 წლის ამბავი ხარ. იმ სისხლიან 9 წელსაც რო იძახიან, ხო, მოდი ესეც გავარჩევთ, რატო იძახიან? ჩემი აზრით ნაცმოძრაობის შეცდომა სადაც არის, ხო, მე არ მომეცა ასე ვთქვათ, მე ხო სტრატეგია აღმოჩენებელს წარმოვადგენ, მაგრამ შეცდომა სად არის, იცით, რომ
არ ხდება საუბარი რომ დღევანდელი მართლა რაღაცა ფუნდამენტი ამ ქვეყანაში რაც არის ის გაკეთებული მაშინარი ხო გზა დაიგო წყალი მოვიდა რაღაცა შუქი მოვიდა ეხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ეხა ისევ იუსტიციის სახლებზე დამეწყებ ლაპარაკს და აგერ შენ და ხო ჩამ გამოუშვეს იუსტიციის სახლი და მე გეუბნებით რომ უკვე იუსტიციის სახლით ჩამოიშლება და უფრო მეც გეტყვი რომ იუსტიციის სახლის რეფორმა დაძველდა 2012-ში ეს იყო ნომერ პირველი მსოფლიოში დღეს აღარ არის, იმიტომ რომ გადაიტანა smartphone-ში, mobile ID-ში, სხვა იმაში გადაიტანა, გაგვაჩერა, ხო, ეს მაგალითიც კი აჩვენებს, რომ ამაში ხო თახტებით, რომ იუსტიციის სახლი იყო მაგარი იმ დროს. ხო თახტებით, ხო, ერთი კაციც არ არის, რომ ვინმე იტყვის, რომ არა, ძმაო, მე მინდოდა რომ ხტამი გადამეხადა პასპორტში რა. ან ქონების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა მაინც და მაინც საჯარო რესურსს. ამას ხო ვერავინ ვერ ეთქვა. ხო, მაგრამ ეს რო ცუდი იყო, ამასაც არავინ არ გეუბნება. რა, მაგაზე ვთანხმდით. ხო და მაგას გეუბნებით. მაგრამ. ხო, ნახეთ კარგსა და ცუდ შორის მე ნაცმოძრაობაზე ვამბობდი. ჩემი აზრით ის რაც გაკეთდა და ნაცმოძრაობის ამ პლუს ყველა ხედავს და გეტყვი არ ხედავს დათო იმიტომ რომ ახალი თაობა წამოვიდა რომელსაც აღარ ახსოვს ეს საერთოდ არ იცის და ბევრს დავიწყებული რაზეგან გითხარით ან რომ მოვდიოდით მე გადაკეტვის რა იქ ვერ გადავკეტეთ ერთი ამბები იყო მე ფეხით მოვდიოდი და ძალიან სწრაფად ტაკს ჩავსდელიყავი რა რაღაცნაირად სასამართლოსთან მოვახერხე რომ ფეხით მისულიყავი და ტაკს და ქროშინით ჩავჯექი და ტაქსმა გამოვხედა ქროშინი. შულო, მოკლედო, სანანაცებთ ერთად ყართ არაფერი გამოგივა. მე რა გავიწევთ? არა, ის ვერ შეძლო იყო მაგალითად, აი რა кай ბიჭი იყო ადრე ცოტა ისე ლაპარაკობდა. რაღაცა სხვანაირად ისო და აი ეგენიც აი ხო ისე ნაცები არის. ხო და აი ამ განწყობას გამახსნა რომ იმენა შენ არა, ხო და მაგას გეუბნები დათო ნახე. ერთიანობა ამაზე პასუხი არ არის, რომ შეგედაო, ანუ დაამარცხოს ეს სტერეოტიპი. ვერ ამარცხებს დაამარცხებს, არ გვიცდია და თავდაცვაში გადადიხარ მე ერთიანი. დათო ერთად გადადიხარ ცუდ ამის არა, პირიქით არის, აი ვიტყვი, ნახეთ პირიქით არის. ყველა არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. სადაც ჩვენ ვცადეთ ამის დამარცხება და ვერ დავამარცხეთ. პირიქით არის, რომ ამ კომპლექსის გამო ვერასდროს ვერ მოხდა კონსოლიდაცია და ვერცერთხელ ვერ დავამარცხეთ. ესე რომ გითხრა სანამცოტნე იტყვის რომ ეს კომპლექსი ვთქვათ, აი არ გედავები, მაგალითად ვინმეს აქვს ეს კომპლექსი, ხო? მაგრამ თვითონ მართლა ნაციონალური მოძრაობა, მართლა ნაცი ვინც არის. იმას ხო არ აქვს ეს კომპლექსი, ხო? ვერ ექნება და თვითონ ის რას აკეთებს იმისთვის, რომ ამას უპასუხოს. მან უპასუხოს თავისი საპასუხო და ყველა ერთად გვერდზე შეიძლება ყველა ბევრი მინუსი ვთქვათ, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ის იყო არჩევნებამდეც და ახლაც რომ ერთიანობის მომხრეა რა და ამბობს რომ არჩევნებამდე ნაცმოძრაობამ თქვა რომ ძმაო, ჩემი ნომერიც წაიღე, ჩემი იდენტობაც წაიღე და რაღაცა ნეიტრალურზე შევდახტე. ამაზე პასუხი, მაგრამ მე შედეგის მიხედვით ვატყობ, სწორედ მაშინ რაც მქონდა შენიშვნა რომ ამას აკეთებს, იმიტომ რომ ისედაც არ აქვს დიდი იმედი თავის შედეგით რაღაცნაირად მე ბევრი ადამიანი ამბობს რომ ხან ამ კოალიციაში ხან რატო არ იცი სხვადასხვა რამეს რატო ვირჩევ ყოველთვის რომ მინდა რომ მოვიგოთ ჩემი ამოცანა ის კი არ არის რომ დაუმარცხდეთ ყველა და თქვათ რა უქნაც დაუმარცხდით და მარცხში მქონდეს უპირატესობა მარცხში მქონდეს რა მოიგო საერთო საქმემ მაგით ჩემი აზრით არაფერი და კიდევ ერთხელ გეუბნები 800.000 ხმაზე რო ვლაპარაკობთ 2018 წელს ჯამურად ოპოზიციამ პირველ ტურში აიღო 1,100,000 ხმა. იცით თქვენ? 2020 წელსაც მეტი აიღო. ხო, მაგრამ ეს 800,000-საც მეტი აიღო. თქვენ შაყენებ 800,000, ხო არ თახტები რომ 800,000. არა, მახე მან რა მოხდა? ნუ ახლა მეც გამიგძელდა ძალიან და ცოტა. ნახეთ, მანდაც აი ერთიანობის ამოცანა. გიორგი არის დასტური რომ მარტო უნდა დავშტე. 2000 არჩევნებამდეც რატო იყო ერთიანობა ყველაზე მეტი? ნახე რა მოდელმა იმუშავა, რასაც მე ვაანალიზებ, მე ჩემს გეტყვით, ბევრი მეტახმება შეიძლება არ დამეწონა. არ გინდა რომ ცოტა გითხრა ეს. 100, აი ნახე 100,000 ადამიანის პირადობის მოწმობა უბრალოდ იყიდეს, ხო? ანუ გამოართვეს ამ ადამიანებს რა პირადობის მოწმობა რა. ხო ბევრია ეს ციფრი. 100,000 ძალიან ბევრია, ხო? აი ამ ბევრს ჩვენ როცა ერთად ვიქნებოდით, მერწმუნეთ, აღმოვაჩენდით კიდეც და ამ ადამიანებს мотиваცია შეუქმნით, რომ მისი პირადობა არ მიეცა და მომგები ვიყავი. ჩვენ პირდაპირ გეტყვით გარდა იმისა, რომ იქეთ ხარეს ივანიშვილი იდგა და მძიმე ძალა იდგა, რომელიც იზოლაციისკენ მიყავდა ქვეყანა, აქეთ ამ ხარეს მე ვიტყვი ღიად, ხო? კამპანიები არ იყო რაღაცა ესეთი, მოგითხრა რომ აი
აი ვიპოვე რა. აი ამისთვის რა კამპანია საერთოდ არ გაჩუმებულები არა, რაღაცა კამპანია ბოლოს რა იყო? რატო იცი? ოცნება გაიყურსა არჩევნების წინ და იგივე რაღაც სიჩუმეში აყვა ოპოზიცია სრულად. რატო იყო ეს იცი? რესურსები ცოტა, ფინანსური რესურსები, არჩევნები ეგ არის, ადამიანური რესურსები, შინაარსი ცოტა. კიდე გეუბნები ხარ, როგორ შეიძლება რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში შენ ამბობდე რომ ხელისუფლება შეიცვალოს და პრემიერობის კანდიდატი არ დაასახელოს არავინ. ეგეთი მაგალითი მითხარი რომელიმე მსოფლიოში. არ არსებობს ხელისუფლების ცვლილება მაგის გარეშე. კოალიცია როცა გამოკვეთილად ერთ-ერთი პარტია არ არის ძალიან მკაფიოდ ლიდერი, შეიძლება რომ ღიად იყოს კოალიციის მერე რაზე დაყრდნობით ამბობ, რომელ ქვეყანაშია? გერმანიაში ყველაზე პატარა პარტიასაც კი დასახელებული ყავს თავისი პრემიერობის კანდიდატი, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებში 100,000 კაცს თავისი პირადობა რო არ გადაეცა, უნდა ქონოდა პეტრეს იმედი. მიხვდით, ეს პეტრე ვერ დაინახა ამ არჩევნებში. ხო. მიხვდით? და მოწყვლადი გახდა. აქ არის ჩვენი შეცდომა. განა არ გააყალბა ქართულ მოძღვრებამ, განა არ იმაიმუნა, განა ულტრა მეთოდები არ გამოიყენა, რაც არ გამოუყენებია, მაგრამ მონოლითური ერთობა, რომელიც მომგებია თავისი ლიდერებით, თავისი იმ ადამიანებით, ვისაც ვაბარებ რაღაცა მიმართულებებს, რომ დაცულად ვიგრძნო თავი. აი შენ წამ დათო წამიყვანს ევროპაში და ვეთნაცვალე დათოს ვაძლევ ხმას. მითხარი რომ ვინ იყო ამ არჩევნებში ეგეთი? არ გამოდიოდა ალბათ ესე თორე. არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ვიყავით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? 10% მიიღო უხეშად ვამბობ, ხო, ვიღაცამ 14, ვიღაცამ 12 დაუწერეს, მოდი ესე ვთქვათ, იქეთა მხარენ. ხო და თავისთვის დაიწერა 54%. აგერ ეს კვლევაც აჩვენებს, რომ რეალურად მიიღო 32%. 20% აქვს მომატებული. აი ხა ვის მიეცი ხმა წინა არჩევნებში. აგ პირდაპირ ჩანს, ხო, აი ხა რაც გამოკვდა. 20% აქვს კაც დამატებული რა. მიხვდით? და აქაც კომისიებში ერთად რო ყოფილიყავით, ხო, იმ ადამიანს მელიას ვიკეთებს ახლა ეს. რა? მელიას ვიკეთებს. არა, კაი, მოჩი, ეხლა თქვენ. ერთი, ნუ ჯერ აი დაგაკომპლექსო. ყველაზე ესეთი. არა, გეთახმები, უბრალოდ ბოდიში ცოტნე მეც გაგაჩერებ, რაც მე არ მომწონს ამ ერთობაში. კარგად ჟღერს, რომ ერთობა ის არის, რომ აი ამ იმაზე ერთი მესიჯი იმას ქნა, მაგრამ მეორე მხარე ბოდიში დავამთავრებ. მეორე მხარე ცუდი მხარე არის ის, რომ ეს რომ ამაზე ვლაპარაკობთ, მარტო ნიშნავს იმას, რომ სხვა რაღაცებზე არ ვლაპარაკობთ. არა, სხვა რაღაცებზე კი არა, ამაზე აი ისე ვისადაგებთ. არჩევნების მერე, ეგ ხუთი თვე გავიდა, არ გვილაპარაკე. არც არჩევნებამდე და არჩევნების მერე არ გვილაპარაკე ერთიანობაზე, სულ სხვა რამეზე ვლაპარაკე. კარგია, რომ აი ეს ბოლოს რა, არ ვიცი მე რატო დაფორსირდა, აი შენ სახსენე, რომ აი ბოლო ერთი კვირა რატო დაფორსირდა, აი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ განცხადება ხუჯაბად ზურას ქონდა. აი ლაპარაკია საჭირო, ეხლა გამოვიხედეთ და კარგია, ჯობს გვიან, მაგრამ კარგია. თვანება იყო ხა უთოში. უთოში ერთიანობის ჩვენება, ხო? უთო არა, ევროსაბჭოში. ხო, აი მაგალითია რა. ხო, იცი როგორ იმუშავა? 15 კაცი ჩავედი თუ 10 კაცი, კაცი არ გამოვიდა. ხო, 15 ჩახვედით ხო აქედან და ეგ სხვადასხვა და გადავტეხეთ სიტუაცია, რომელიც წაგებული იყო. თელი სიამონებას ეგ იყო, რომ 15 სხვადასხვა კაცმა ნახე რაღაც კი ბატონო, მეც ეგრე მესმის ერთობა, რომ ერთად პარიზა ერთობა გვაქვს, აქ შემიძლია ვთქვა. ეგ იყო. ცოტა მეცნება ხოლმე რომ ამას გიორგი საუბრობს, რომელიც იყო რაც ერთობის ნაწილი და ეხლა კიდე ცალკე სტრატეგია აღმაშენებდა პოზიციონებს. ან რეალობაში ვერ დგება მისიც კი რომელიც ამ ხელა მოტივაციით არის ერთობაში. ხო კოალიციაში ვიყავით. ისეთი რამე ხდება, რომ ჯამში ხდება, რომ ის რასაც ესე აგებ, ის არ არის მერე რაც როგორც ხდება. ეხლა როგორც მე ავაგებ ყველა ცალკე პარტია მაგარი და მეც რო ავაგებ რეალობაში ავადე ხა ეგრეს არ დაჯდება და ვერ მივიღებ მაგ იდეათა საპოროში რაც მაგ. აი ეს უბრალოდ ამის შეუძლებლობას ხედავ რომელიც ვერ იქნება და ამაზე საუბარი რაც არის იმასაც საუბარი არა მართლა რომ ეცადრონ უფრო ბანძრამეს მივიღეთ ვიდრე რეალობაში არის. მე უბრალოდ ვერ ხედავ რომ ეს პოლიტიკური სპექტრი ერთად ეგრე დაჯგუფებული, რაღაც ეგეთი დიდი ტვინი იქნება, რომელიც მას არ მგონია რომ ეგეთი დიდი ტვინი გაშავდება და თუ რაიმის პოტენციალი შეიძლება არსებობდეს, რაღაცა ის რაც გიორგი მახსენა, იმ 100,000-ის მიღმა მოიმატოს, მე უფრო იმედს ვდებ და ჩემი мотиваცია უფრო არის, უფრო მე მგონია რომ მანდ უნდა ჩავდო თქვა ინვესტიცია მე სხვებმაც ყველამ რომ ის დამატებითი ადამიანები მოიყვანოს იქნება რაღაცა სხვანაირად ცოტა განსხვავებულმა საღმა აზმა სხვადმა ლაპარაკმა რაღაცა სხვანაირად გამოგვიჯო ეს რაღაც ერთობაში უბრალოდ მივიღებთ რაღაცა ისეთ ამორფულს რაღაცა კომიკურს და ვერ გაერთმევ ამათ ჩემი აზრით თავი რომ ზოგადად მაგ ერთობის იდეას საუმალოდაც საერთოდ
დასარალდება ამათ ის ერთად საგარეოდ კეთებაც რა შეუძლიათ, ეგეც არავინ არ დაიჯერებს ჩემი აზრით. უბრალოდ ვერ მოხდება, ხვდებით? აი უბრალოდ გადავა ბოდიში დავაზრდ ცოტა შენ ამბობ გამოდის თუ არა საერთო სიაზე. ხო? მოდი, აი მანამდე, აი არჩევნებს მანამდე ამბავი ვთქვათ. სია თუ არ იქნება იმგვარი ტიპის ერთობის ვაფშე შანსი არ ხედავ რომ ვინმეს მზაობა გქონდეს რომ აქ გიორგი არ დავჩაგრო რაღაცნაირად არ ვეცადო რომ პრაიმ საათებში გიორგი არ მივიწიო ჩემი პარტიის წევრი მოჭრა არა რაღაც აი ვერ გამოვა აი არ იქნება ძალიან ხელოვნურია რა ძალიან მირჩენია ყველამ თავის მიაწვეს მაშინ ყველამ თავისი რესურსები და თავისი მუქაჩოს რაც შეეძლება ვიდრე ვითომ ერთად ვარ და სინამდვილეში ეგარდება იმის იქით ხო რასაც გიორგი ლაპარაკობს ამ პროცესში ეხლა თუ მაგას არ აკეთო რამოდენიმე პლატფორმა ეცადა რომ გაკეთებულიყო თუ ამ სიტუაციაში გამოდის რაზე გვაქვს ხო საუბარი რა ხალხზე გვაქვს საერთოდ ხო და ამ სიტუაციაში გამოვიყო ყოველთვის ზირთად ეს ატომიზმისკენ მიდრეკილი ვარ მე რავი როდესმე ყოფილა რომ ამ ისეთი მელაპარაკა რომ სხვა გამენიჯმა რაღაცა ვიღაცასთან მიტინგზე დგომა გამწყდომია ერთად არ გავწუწულოთ ანუ სულ ყოველთვის იმას ვადი რომ ბუნებრივად მესმის რა პროცესშიც ვარ ბუნებრივად მაგრამ ხედავ ხალხს რომელიც ერთობაზე რომ ელაპარაკება ის პირიქით არის არ არის სინამდვილეში ეგ სინამდვილეში არ მოხდება რომ გონია რომ ამაზე ლაპარაკი იქნება და დრო გავა იმაში მე არ გულისხმობ მაგაში არ შენ შეიძლება ეგრო და დამანახებაში სად გაღებებს რომ მე გონია რომ საარჩევნო ეგრე რომ ყოფილიყო იმ ხმას მოიტანდა ოკეი მაგის მერე შეიძლება ვიდებათ რომ მე გონია რომ აი ესე გავიდოდით ხო რა მე რასაც ეგ დამატებით იხმების ამ ფორმატს შენ რომ მაგას გულისხმობ და თუ ეთაში წამაც კაფეოთ თვითონ უბრალოდ არ ვიცი ხა გენერალური იმაში ამდენად ჩაძდება დისკომფორტი იქნება მაგრამ ჩემთვის ეგ გაგებადია მაგრამ ამის იქით ამ პროცესში მე თუ უბრალოდ ვილაპარაკებთ ერთობაზე ბევრი რაღაც სადღეღრძელო სიტყვა და პროცესი უბრალოდ იქნება რომ გამოჟღავდება ის რომ ილაპარაკოს გიორგი როცა ეს გამარჯვების ფორმულა სფიქროს ვინ არის ის ვინც მე ამას უშლის და ვინ არის ის მე გარეწარი მე ჟურნალისტი ცხადია მაგიძება დაიწყეს და ეხლა რო ერთობაზე დაიწყეს საუბარი რო ჩართო ტელევიზორი კიდევ უფრო დაშორებული ხდება მე პარტიები ვიდრე არა მაგალითად ეხლა ჟურნალისტი და გირეკავს გეტყვის გახარიაზე აბა ერთი რო არ არის პარლამენტში იქ რას ფიქრობ ვიღაცა ისე და პირიქით რაღაცა თუქს და სინამდვილეში ამბობ რომ ამაზე საუბარი რამდენ ხანს უნდა გაკეთდეს ანუ თითქოს გონია რომ ეს არის აი სიყვარულს რომ ქმედება უნდა და ლექსის წერა არასაუბრ ხო ხტები თითქოს არავინ არაფერს ვერ გამკეთებელი არ არის და ლაპარაკად რჩება ბევრი იყენებს ამ რო ერთობა მე არ მინდა ერთობა კაცო მეც მინდა ერთობა და ჯამში არაფერი არ ხდება და ერთ დიდ სასაცილო სიტუაციას ვიღებ სადაც ინგვარ ტიპის ერთობას ეზგავსები პლაკატებზე რო ხატავ ხოლმე დაჭანულებს და ესე კომიკური რო რაღაცა ეგეთი ეგენერა ყველანი ერთად და ყველანი უხარისხავთ რომ სადაც გიორგის ხარისხი შეიძლება გამოავლინოს იმასაც ვერ გამოავლეს იმ საერთო ამორფულ მასაში და იმ ტაქსისტი რომ ელაპარაკა გიორგი შეიძლება 100 წელი აღარ მოეწონოს იმიტომ რომ ერთი ეგონას ყველა სხვა დანარჩენი ხო ხა მათ შორის რა ჯაფარსაც რაღაც თავისი შუღალაც ქონდა ეგეთი ტიპი ჩათვალოს რომ დიდი ის თუ ეგეთი რამე იქნება რაც გიორგი მოყვა ეგ ხა ხო მეც კი ხო რა კი ერთი ესეთი მაგარი მესიჯი შეიძლება დავაზუსტო რომ შენ ერთიანობა ერთიანი მესიჯი და ასე შემდეგ. სწორი გონია უბრალოდ არ გგონია რომ გამოვა? კარგი ერთიანი მესიჯი. ზოგადად მესიჯი მითო კი არა თავისთავად ერთიანია. კარგი ერთიანი მესიჯი რო იქნება. მართლა კარგი შო ხარისხიან ადამიანს რო დაინახავ. რო შეხედა და რო უსმენ და ზღვის რომ ტელევიზორს ბოლომდე გაყურებინოს და ბოლომდე მოგასმენინებს. აი ამ ხარისხს თუ გინცაც არ იყოს გიდერთ ეგ ხარისხი თუ არ იყო არაფრის ამჯერად ხო და ეს უხარისხობა ერთიანობაში რო გადღაბნო შენც კი ამოკლედ აი ან კარგი უნდა იყოს ან ცუდი და თუ ცუდი არის შენს გაფუჭებს რა მანდ კარგა ხოლმე ის უფრო გაზარალებს არაბუნებრივია თან ნამდვილობა ხო მისალოვანი ანუ არაბუნებრივი რატო არის დეფიციტიც არის ჩემი აზრით ხარისხის დეფიციტიც მაგრამ გარდა ამისა და მეორე ნაწილი მაქვს რომ თუ მართლა გულსვათ უნდა გაკეთდეს მართლა გაკეთდეს ნამდვილობაში სწორედ ვინ გაუტრაკოს რამე თქოს გამოვიდეს აი როგორ ბედავს ამას ხო ვინც იმაში მოთხოვნა რომ დაკვეთა რომ აი ხალხი ვერ ხვდება ამასობის დაკვეთა მე მგონი ერთიანობაა ზუსტად რა ხო და აი პირდაპირ დაკვეთაა რომ რატო უჯინდებიან მაშინ რა ახსნა აქვს რომ ეჯინებიან იგივე პარტიები რომლებიც თქვა რომელსაც ფიქრობ რომ ეს კომპლექსი აქვს და კომპლექსი ხო აი ამ საზოგადოების მიმართ არა მე ფიქრობ რომ ის მიუღებლობის გამო აქვს ეს კომპლექსი ხო ვის წინაშე აქვს ეს კომპლექსი რატო აქვს ეს კომპლექსი ზუსტად ამაში თუ დაკვეთას ეს მანქანა მარტო საზოგადოებაზე კი არ მუშაობს მუშაობს ჩვენზეც საზოგადოების ნაწილი ვართ ჩვენ კომპლექს ხო მე ვამბობ პოლიტიკურ სპექტრზე რა კომპლექსებს ვკიდებს
ამ კომპლექსების დაკიდება არის მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რომ ამ კომპლექსებიდან გამომდინარე, ხო, მაგრამ კომპლექსით გაშანტაჟებს საზოგადოებასთან, ხო? საზოგადოებასთან იმიტომ, რომ ჯერ შენ გაგიჩინა ეს კომპლექსი და მე საზოგადოებაშიც ეს გააჯინა ეს კომპლექსი. მოდი, აგერ ამ კვლევაშიც არის ერთიანობაზე საუბარი რა და 60 თუ 65%-ზე არის საუბარი ახლა აკეთ მხარეს მხარდაჭერას. მეტი ციფრი რა გინდა? ვინმე მიკითხა იმ 60%-ში თუ 65-ში რომ აი აქ ვინ არის ნაცი, ხოცი ყოფილი ან ვინმე რა არის? არა, ადამიანებს უნდათ ამ კრიზისიდან გამოსვლა და კრიზისიდან გამოსავლის ყველაზე კარგ გზას ხედავს გერბზე გვიწერია ბოლოს ძალა ერთობაშია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე სხვა საკითხს ვსვამ. მოდით ჩავხსნათ ერთი წუთით არჩევნების საერთო სიის ერთობა რა. მე ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ვართ იმ ფაზაში, სადაც ჩვენი ერთიანი სისტემური მუშაობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საინფორმაციო ომის თვალსაზრისით, იმიტომ რომ გვებძვის ის საინფორმაციო ომის დეზინფორმაციის პროპაგანდის იარაღებით და ჩვენგან ორგანიზებულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საპროტესტო აქციების კუთხით უფრო მეტი ორგანიზებულობა და კოორდინაცია გვჭირდება და იმ ერთიანობის ჩვენება, რომელიც საზოგადოებას მისცემს, ასე ვთქვათ, რას იცი, თავდაჯერებულობას, რომ ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მეტი ვარ, ყოველ დღე რაღაც ნაბიჯს ვდგავ. ეს არის ჩვენი ვალდებულება რა არის? პოლიტიკოსების, პოლიტიკური ლიდერების, ასე შემდეგ ვალდებულება რა არის, რომ საზოგადოებას გზა მიუთითო, რაღაცა გზისკენ წავიყვანო, გავამხნეო. ხანდახან სისუსტე, ესა მეორე მხარე შეიძლება სიძლიერე აჩვენოს, ჩვენ გავამხნეოთ, გავაძლიეროთ. კი არ უნდა შევაშინო და ჩავკეთო. ხო, ცდილობდა ამას პარტიები მაინც ესეულა, რომ შეიძლება. აი, სანამ ვთქვათ, ბოლომდე ჩააჭერდნენ და ხალხი თავისით არ გამოვიდოდა. როდესაც პარტიები აკეთებდნენ, ძალიან კარგი გასა. და დღესაც კომპლექსი არის ეს თუ რეალური პასუხია მოთხოვნაზე, პოლიტიკოსებს ეშინიათ რაღაცა რიდი აქვს რომ გამოიხსენეს. ძალიან კარგი გაიხსენა. აი მაგას ორი რამ აკლდა. მაგას პირველი, ჩვენ რომ ერთიანები ყოფილიყავით არჩევნების წინ, ერთიანი მონოლითური სისტემა უბრალოდ ტაბლოზე დაწერილი, აქეთ პირობითად დაიწერა 55%, აქეთ დაიწერა 45% რა პირობითად ვამბობ. ჯამურად დავაჯამებდით ეგრე რო ყოფილიყავით კარგად. არ არის ეგრე. არ არის ეგრე. თვალით არ არის ეგრე და თუ ეხა მათემატიკა არ არის. ნახე იმას თეატროლოგიას რა არგუმენტი ქონდა, იცი, სტრასბურგში რო წავიდა. ვიტო რას მეტავ, ვიტო 800.000-ით მეტი ხმა მაქვს აღებული. მეორე ადგილზე გასულთანო. არ არის ეგრე პოლიტიკა ეგრე არ ითვლება, ეხა დავაჯამე მე და ასე შევაჯამე და მივაჯამე. შეიძლება არგუმენტი იყოს უბრალოდ სიტყვაში, მაგრამ ხალხის არჩევნებისთვის ხო და ჯამში მარტივად და ეგრე დათო გეხვეწები რა. ეგრე რომ ყოფილიყო. სხვას მაგას ამბობ, ბაბა. გარდა იმისა, რომ იმას ხვარწმენა ექნებოდა, ჩვენ შეთამაშებულები ვიქნებოდით ერთმანეთში, რომ არჩევნების მეორე დღეს, როცა საბრძოლი გვაქვს, ისევ ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს შეთამაშება არ იყო. იხდით, ვერ გავაგზ, მე გაგახსენებ, რომ მე თვითონ ვიყავ ინიციატორი ბევრი შეხვედრის. იმ ღამესვე შეხვედრა პირველი მინთენში. საერთო განცხადებით ვერ დამთავრდა. წავედით ჩვენ პარტიებში გავაკეთეთ განცხადებები. მეორე დღეს ისევ მცდელობა შეხვედრის, რომელზეც საერთო გზავნილი ვერ გამოვიტანეთ. მერე ორშაბათს უზარმაზარი აქცია, პირველი ორშაბათს საღამოს აქცია, ძალიან დიდი აქცია იყო რუსთაველზე. ცოტა იყო ხალხი? ძალიან ბევრი იყო. მაგრამ ჩვენ იმიტომ რომ ერთმანეთში არ ვიყავით შეთამაშებული, ხო? ვერ მივეცით რომ ხვალაც ვიკრიბები, ზეგაც რაც ახლა დღეს ხდება. და შესაბამისად ერთი კვირით გადადება შეკრების, ხო? დააგდო რაღაცა მუხტი, ვიღაცა სახში დატოვა. გამიგე? და მეორე თემაც არის, რომ რადგან ეს 4 ცალ-ცალკე ჯგუფი იყო, ხო, რაღაცნაირად ეს ბოლომდე თვით იდენტიფიცირება ჩემი აზრით საზოგადოებამ ვერ გააკეთა ვერც ერთთან, იმიტომ რომ როგორ მოხდა, იცი, მე ესე ვფიქრობ, რომ ბოლო კვირას, ორ კვირაში ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს რა, ვისთვის მიეცა ხმა, 51-ისთვის რო ხმა არ უნდა მიეცა, კარგი იყო. ამიტომ როცა შენ ავტორიტარულ გაყალბებაზე ძალმომრეობით სისტემაზე აგებულ სისტემას ებრძვი, უნდა გაამარტივო ეს საკითხი მათ შორის ამ მომრჩევლისთვისაც და თქვა, რომ დღეს მე ერთად ვარ, მე ხვალ შეიძლება და ასეც ვაპირებთ, რომ არ ვაპირებთ, რომ ეხა ყველა ერთად ვიყოთ ყოველთვის, მაგრამ დღეს საქართველოს ეს ჭირდება, აგერ გაგიმარტივეს საქმე, აგერ არის 51, აგერ არის ალტერნატიული ნომერი. ამას შემოხაზავ და ასეთ შემთხვევაში ჩვენი კამპანია იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. აი ეს საზოგადოებრივი პირების უმრავლესობა, ვინც დღეს ეხა აქციებშია ჩართული, წამოყვებოდა სოფლებში მუშაობაზე. იმიტომ რომ ვეტყოდით, რომ რომელიმე პარტიასთან კი არ დადიხარ, რომ მე შენ ამბობ 4 ნომერსაც და უპირატესობას 5 ნომერთან ან 9 ნომერს
თბერსაძრე უპირატესობას 25 ნომერთან. არა, ახლა გვაქვს საერთო ამოცანა, რომ ბიძინა უნდა მოვიშოროთ, ბიძინას მოშორების ამოცანაში გავერთიანდეთ. შორს არ მივდივარ, ბიძინა ივანიშვილმა თვითონ ეს გააკეთა. 2012 წელს ივანიშვილმა გააკეთა. ერთი წამით 2012 წელს რა პარტიებიც გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა თავისთან. ამ პარტიებს დახუცილი ყავდათ ერთმანეთი, არ ელაპარაკებოდნენ საერთოდ ერთმანეთს. არ ელაპარაკებდნენ. აბა ეხა მითხარი 4 ბლოკი რო ჩამოყალიბებული იყო, იქაც მოიგებდა თუ არა იმ არჩევნებს. ხო, მიქ სხვაგარემოება იყო. არა, რა იყო სხვაგარემოება? არავითარ სათავეში ჩაუდგა თვითონ და შესაბამისად შემოიკრიბა და ამ შემოყრების ეშინია ხალხს თორედ, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ნაცები იქრებენ თავისი ერთობას ხედავდნენ თალის საშუალება იყო ეს რომ ნაცები იქრებენ. ვისაც აქ რესურსი არ ვიცი გამოიყენებს თუ არა ამ რესურსს რომ შემოიკრიბოს ყველა ერთად არის სალომე ზურაბიშვილი. მას აქვს მაღალი ნდობა. მე რომ მქონდეს ეს რესურსი, ბევრს არ დაგელაპარაკო გავაკეთებდი. აი, ხო და განსხვავებულად ფიქრობს. ხო და სხვა შორის იმ სალომეს ამბავზეც, ანუ ეს ფორმატი რაც შეიქმნა, მე მანდ იმას, ანუ ერთიანობაზე რომ საუბრობ, რომ საარჩევნოზე არ ვლაპარაკობ, დღეს ვამბობ, საერთო შტაბი, საერთო საინფორმაციო, ასე ვთქვათ, სტრატეგია რა. აი ეს გვჭირდება ეხლა სასიცოცხლოდ რომ დავაჩქაროთ გამარჯვება რა. ცოტნე გას ფიქრობ ხო არა მე ნუ მიხვალ სახში ვარ არა საერთოდ ჩაიცხელი შევიწევ მაგერთან მე პრობლემა არ მაქვს უბრალოდ მე მგონია რომ ეხა ის ყოფილიყო დიდი ერთობა შედეგი თითქმის დაახლოებით იგივე იქნებოდა უბრალოდ დღეს მე არ მეცოდინებოდა რომ მაგალითად თურმე ნაციონალურ მოძრაობა ეგეთი არის როგორც არის და ეხლა უფრო მარტივად გამოისეთ რასაც გიორგი საუბრობს იმ ნაწილში რომ ხო ნახეთ ახლა გამოვიდეს უფრო მარტივად იქნება ის რომ როგორ არის ნაციონალურ მოძრაობის გაერთიანება აგერ ნახე თვითონ უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა სუბიექტი რომელიც იმ ერთობაში იქნება აი ხო ეს ინფორმაციებიც კი არ გვეცოდინებოდა რეალურად რაც ასე თუ ისე რეალობას ასაკეთებდა ახალ მაგალითად რომ აგერ რავი გიორგი გახარია შეიძლება ესეთ ნაკლები ხარჯით ეს ხმა მიიღო თუ რაღაცა ველი არსებობს. თუმცა რაღაც ველი არსებობს რა ველო რომ მიიღებდა, მაგრამ ეს არ მეგონა. მაგრამ არსებობს უბრალოდ ხალხი რომელსაც აი უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც იძულებული იყო რა, როგორც აი იძულებული იყო ხალხი. აღმოაჩინდა რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა მიიღო. ეს მონოტინი არ იქნებოდა. მესმის ხავი ხალხი, მაგრამ რა შეიცვალა, ხო ხა არის უბრალოდ ეხლა უკეთესად შეიძლება რამეს თავი მოებას მეტნაკლებად რაღაც გაიგო. მოკლედ პუნქტები დაატოვოს ერთმანეთს და იქნება ახლა მაინც წავიდეს. რა ერთმანეთს რო იყო საუბარი, ხა ხო პროპორციაზე წავა რომ დაახლოებით ის რომ თითქმის ყველა 10 რაღაც პროცენტით არის რაღაც, ხო? ყოველ შემთხვევაში ეგ ინფორმაცია არ გვექნებოდა, იქნება ბევრად უფრო ვიღაცა თავს ისევ ძლიერ მაგარ პოლიტიკოსად და ტიპად იგრძნობდა და შენ შემოგხედა და რა ამად გამოწავდა. შენს გამო ტიპად ფლაგმანი ვიყავი და გავიტანე თავი როგორც დაგიბარები და დღეს პირიქით ხდება რომ აგერ გიორგიც კი აღარ არის მაგერთობის ისე ნაწილი, იმდენად ჩიგეთ ისეთი პრობლემები იყო და მეორე თავით არა ნახე, არა ეგრე არ არის. იმ ერთობაში ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს, თანამშრომლობა გვაქვს. უბრალოდ ეხა სტრატეგია აღმაშენებელი როგორც პარტია იყო კოალიციის ნაწილი რა და მე არ მინდა რომ მოვკლა ეს ბრენდი და ძალიან კონკრეტულად არის რომ დიდი ერთობისთვის რომელიც იმედი მაქვს რომ შედგება მათ შორის იყოს კიდევ ერთი ასე ვთქვათ ბრენდი მერჩი არა მეც მანდ მინდობ ამ პროცესში პირიქით არ ვქნათ მეთქი თორე რა მე ეგეთი რომ შეიკრეს სადაც მოკლედ როგორ რამე ინგრედიენტებში მაქვს პრობლემა რა რაღაც ინგრედიენტები შეიძლება საჭმელი გაკეთდეს და პირი ვერ დააკარო მაგრამ ცალ-ცალკე ინგრედიენტს სტაფილოს მოგწონებოდა რაღაცად ვიღო რაღაც ინგრედიენტს ხედავ ესენი რო ერთად ქნა კაი კერძე არ გამოვა და ჩაკაფულს უგაკეთებ და ჩაკაფულის ინგრედიენტები ბაზარი არ არის ცალკე იმის ჭამას სხვის ხორცის და ცალკე მწვანე ისას ჩაკაფული ჯობია. ხო მე ამჯერ აქედა ჩაკაფული გავაკეთე და რაღაც პირშე ვერ დააკარებ. შეიძლება ეგეთი გამოვიდეს და ის რასაც ვიღაცის თორზე მარწყვი იყოს სალომე ზურაბიშვილი მერთობის რაღაც ის იქნება. მე მაგმა კიდე დიდი ეჭვი. რომ არა პირიქით იყო და მოიკრა ყველაფერი სალომე ზურაბიშვილი ღამეს დერი გახდა და ახალი წლები და სერიოზული იყო დღეს კიდე რაღაც დაიზარდა ეს ცალ-ცალკე პროდუქტები ხო გავსინჯეთ. ერთიანად ჩუმად ჩადით ხოლმე. შეიძლება ცალკე კიდე რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ის რო არ ყოფილიყო და რაღაც ხო? ცალკე შე კიდე უფრო მაგრაგი აქტი უფრო აი რაღაცა ყველა პოლიტიკოსი არ არის ისეო გამოჩენილიყო ვიდრე ამან გამოიწვია რომ ყველა იმედ მოდი ახლა ერთად ვართ ასე თუ ისე და სალომე ზურაბიშვილი ამის ჰედი არის გამოიწვა რომ მისმა უცბად რომ გააქრა და ხო არ მოვიტყუებით რომ უცებ სხვანაირი რაღაც მივიღოთ რა შენ აქციაზე გარბევე და იქ მაგამ პრობლემა გამოიწვა შევეთანხმები კი და ვეღარც ვხვდი ვაკრიტიკოთ როგორ ვაკრიტიკოთ ჩვენი იმის ის არის რაღაც ვეცო კონტაქტები ბოლომდე მაგდობებში ხო მათაც გისმინე შენს მაგას კეთდები იგას რა გისმენთ საჩემოს ასლაპარაკოდი ბაზა გამიკვირდა მართლა გამიკვირდა
რომ არ ველოდებოდი ცოტა სხვა ისე ილაპარაკა რა. ეგ ნაწილები გამიკვირდა. ხო, კი, არის ეგ საბაბი. დღეს მართლა კიდე აი დღეს რაც ეგ რო კარგად გამოვიდეს, მართლა ბუნებრივად ეგ რო იყოს, ბაზარი არ არის. უბრალოდ მაგას ჭირდება უკვე გაკეთება და ლაპარაკი ჩემი აზრით არა თუ მაგის ნებელობა და ჩემი აზრით რახან არ არის, მაგიტომაც არის რომ ერთაულად გიორგი ლაპარაკებს ესე ჩააჭერს ბადრიც ყველა არა მე მგონია რომ მან რეალურად არ გეწევა რეალი ერთობა საერთოდ სხვა რაღაცების დათმობაზე წასვლას ნიშნავს არა მარტო რაღაც საერთო ლაპარაკი არა სხვა რაღაცებში რაშიც ვერ გამოტორო მე უთმობ ერთიანობის სანაცვლოდ სიაში ჩემ ადგილს ვისაც დღემდე ყველას უყურებს სადაც მაგრამ პოც არჩევნო სიტუაციაში ვიღაცა კარგად გამიქცა თუ შედავით არ მოიქცა რაღაცები ხო შეიცვალა თან ხო დრო გადის ან სწრაფად უნდა მოხდეს ფორსირებულად ეგეთი რაღაცები ან არა და მაშინ ინფორმაციის ასიმეტრიულობას მიიღებ და ეხლა ერთად მაგრამ ვერ ამდენი თვის განმავლობაში ესე პროცესი უბრალოდ გაწელილიყო და აფერი არ მოხდარიყო ხო ვერც გაარკვევდი რომელი პარტიის ქცევა უფრო ადეკვატურად ჩათვალა მოქალაქემ რომელიც ნაკლებად საერთუნა წასულიყო პროცესი. ამასაც ხო ვერაფრით ვერ გავარკვევდით. ეხლა კი იმას შეგიძლია ნახო რომ აი მაგათ ამ პარტიამ მოიმატა, ამ პარტიამ მოიკლო, რა გააკეთა მაგ ეს. რამ გამოიწვია ხო რაღაც განსხვავებულობებიც. ეხლა დაკარგული, ეხლა ყველა ერთიანად იყო რომ ვიყოთ ერთმანეთის ძევლები და საერთოდ არც ვილაპარაკოთ. მაგრამ ბევრი ერთობის მომხდარა და ჩვენ რო აკლაპარაკობთ ეს შეაწუხებს. კი. არ მოეწონა. აი ეხლა რაღაცაზე რომ ფოკუსი გაასწოროთ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ და მესმის ეს არგუმენტი, მაგრამ აი რეალურად ხა გვიყურებს და ერთიანობის საჭიროებაზე საუბრობ. ერთიანობა იყოს. ნუ ჩათვლის ამას იმათ რომ ახლა ვინც გვიყურებს ამაში იმათ რომ აქ ეს აზიანებს პროცესს პირიქით ამას იმიტომ საუბრობთ რომ იქნებ მე მაგალითად იმიტომ დავიწყე ამაზე ღიად საუბარი და დავწერე კიდე ჩემს პოსტში რომ ინდივიდუალური ასე ვთქვათ საუბრების ლიმიტი ამოვწურე რა და ვფიქრობ რომ საჯაროდაც უნდა ვისაუბროთ რა ამაზე და ამიტომ ვისაუბრე სალომეს როლზეც, ნებისმიერ პარტიების როლზეც, ხო, ანუ რაც იმ ეთერში იყო და მე გაგრძელება რაც იყო ამის. რატო ვისაუბრე? იმიტომ რომ საჯაროდ რომ გამოიტან, მე ვფიქრობ საზოგადოებას შეუძლია ერთიანობის მთავარი მაკონსოლიდირებული როლი ითამაშოს რა. და კიდე ერთხელ ერთი რაღაც მინდა ვთქვა რა, რომ ახლა ცოტა ოპტიმიზმისკენ რო წავიყვანოთ, ხო, რომ ის რომ პირველი შეხვედრა თუნდაც სალომესთან შედგა სალომე ზურაბიშვილთან რაღაც ფორმატი შეიქმნა, ანუ შევთანხმდით რომ ფორმატი შეიქმნა, სადაც კიდე ერთხელ ვამბობ ზუსტად, აი რასაც ვამბობთ ახლა, რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. დავაკოორდინიროთ პირველი ჩვენი ქმედებები, მეორე საინფორმაციო ომში გქონდეს საერთო სტრატეგია, ხო, რაზე, რას ვამბობთ, რა მესიჯებით, რა გზავნილებით მუშაობთ. ეს ჩემთვის, აი ესეც კი რომ შედგეს ახლა პირველი 2 კვირის მანძილზე პირდაპირ გეუბნებით რა და მე მაგალითად ვცდილობ რომ ეხლა რაღაც რესურსები ვიშოვოთ რომ მოვამზადოთ კარგი დოკუმენტი რა ამ ანალიზის ხო ესეც კი რომ შედგეს პირველ ეტაპზე ჩემი აზრით დიდ უპირატესობას მოგცემს ამ ბრძოლაში ანუ მიხვდით ამ საინფორმაციო ომს რასაც აწარმოებს მე ვფიქრობ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ქართული ოცნება ჩვენ თუ დავუპირისპირებთ სწორ ოღონდ შეტევით სტრატეგიას და არა თავდაცვის სტრატეგიას, ხო? თავდაცვაში არ უნდა გქონდეს შეტევის სტრატეგიას თუ დაუპირისპირებთ და საინფორმაციო ბრძოლაში ზუსტად ესე არის. მე ვფიქრობ, რომ პროტესტის გადატეხვა, ანუ მე ვფიქრობ, რომ პროცესის გარდამტეხი ფუნქცია შეიძლება ამან შეასრულოს. მაშინ უკვე ყველა აქტივობა დაალაგდება დაფაზე, რა როდის გვაქვს გასაკეთებელი. მიხვდით, როგორ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, უბრალოდ ამას ვიტყვი. აპრილამდე ფაზა გვაქვს, ხო? იქ არის ჩადებული ევროსაბჭოს რეზოლუციაში რომ აპრილამდე არჩევნების თარიღი გამოცხადდეს ევროპარლამენტიც დარწმუნებული ვარ იმედი მაქვს გაიმეორებს ამას და სხვადასხვა ქვეყნებიც ამას გაიმეორებენ ამიტომ იმისთვის რომ ჩვენ შევკრათ წრედა ჩიხში ანუ კუთხეში მოვაქციოთ ივანიშვილი და ეს რეჟიმი აი აქ ჭირდება საინფორმაციო ომში სერიოზული სტრატეგიული მუშაობა, რომ ვიყოთ მუდმივად შეტევის სტრატეგიაზე, მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია და მობილიზება, მეტი მრავალრიცხოვანი პროტესტი, რომელიც мотиваციას მისცემს ჩვენს პარტნიორებსაც, რომ მეტი, ასე ვთქვათ, ზემოქმედება მოახდინოს იქედან და აქეთ კიდევ ჩვენ ეს მრავალრიცხოვნება мотиваციას მისცემს შიგნით ადამიანებს რომ მოიყეს ვიღაცა გამოეცალოს ვიღაცა გამოვიდეს ხო აი ეს არის ახლა ჩემთვის პირდაპირ გეუბნებით აპრილამდე ამოცანა რა ამიტომ მე შეიძლება იქაც რომ ვილაპარაკე და ვთქვი ცოტა შორს წავედი ახლა რომ მე არჩევნები თუ ინიშნება და მე როგორ ვაკეთებ ბარემ რომ ხდებოდეს ამაზე შეთანხმება ამაში ცოტნეს ასე ვთქვათ დავითახმე რომ მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ ახლა ეს შეთანხმებული იყოს ამ შემდეგ გავიგებ მოდი ახლა რაც გავწიოთ ის რაზეც ვერ ხერხდება
ჯერ შეთანხმდება, შევთანხმდეთ იმაზე, რომ აი ამ საინფორმაციო ომში, აი ამ ომში, აი ეს პლატფორმა რაც არის, მე მაგალითად ჩავებღაუჭები ახლა ამას, რომ ეს შეიქმნას. ნუ ისე არ გამომივიდეს, მაგრამ ის ჩემი ღია საუბარი, რომელიც იყო ხუთშაბათს, ფიქრობ მამოტივირებელი იყო, რომ დაჩქარებულიყო აი ეს შეხვედრა ამ ფორმატის, ხო, მე ასე ვთქვათ, რომ რაღაცა გაკეთებულიყო, რაღაც ნაბიჯი გადაგვედგა, რაღაცა ფრთხილი, მაგრამ ოპტიმიზმით შევხედავ მე აი ამ პლატფორმას, ასე ვთქვით ჩვენ რა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად პლატფორმა ჩამოვაყალიბეთ. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხუთშაბათს ჩემი განცხადება, სხვების განცხადებების მერე პარასკევს აუბიძგა, მე ვფიქრობ, ამ პროცესს რო ცოტა დაძრულიყო. ანუ მე ამიტომ უყურებ ოპტიმისტურად ამ საკითხს და ეხლა დანარჩენი რატო ერთიანობა და კონსოლიდაცია, ამით უფრო მეტად დავანგრევთ მათ დეზინფორმაციულ, ასე ვთქვათ, სტერეოტიპებს, რასაც აჯენენ ადამიანებში, იმიტომ რომ ბევრი სწორი მოსაუბრე კარგად ახსნის ერთი და იგივე საკითხს, მაგრამ თავისებურად ახსნის სწორად. ხო და ეს რომ მიუშვათ ყველა რა, აი გასაგებია. მიშვებულია დათო, მომისმინე. არა, სხვა რამეს ვამბობ. ოიძახი, 12 წელია მიშვებულია ეგ ამბავი. მიხდით, ანუ 12 წელია დათო მიშვებულია. გაგახსენე, მოდი ყველა არჩევნები ჩამოთვალოთ. არჩევანი არ იყო ნებისმიერ არჩევნებში. 2016 წლის არჩევნები, 2020 წლის არჩევნები, 2018 წლის, 2021 წლის და რო გამოდის და მაშება ბაქი ბუბქობს ყობახიძე ყოველთვის რომ ახლა მეცხრე არჩევნები მოვიგეთ უკვე, ხო? ნუ ხა ჯერ მოდი ესე ვთქვა. ძირითადად ხო ერთი და იგივე სტრატეგიით მუშაობდნენ ისინი. კი, და აქედანაც ერთი და იგივე სტრატეგიაა. რო ცალკე გავიდეთ, ალტერნატიული არჩევანი მივცეთ 2020-სა და ამ არჩევნებს შორის რაში არის იგივე სტრატეგიაში ჯდებიან, იგივე კალაპოტში შემდეგ აი ისევ ერთიანები არიან და იგივე არა, ხო და მაგას გეუბნები რომ ერთხელ მაინც აქედან ერთიანობა დაუპირისპირეთ. 2020-ში ეგრე იყო მეთქი. 2021-ში ეგრე იყო მეთქი. 2016-ში ეგრე იყო მეთქი. 2018-ში ერთადერთხელ შევძელით ძალაერთობაშია გაერთიანებული ოპოზიცია რომ გავაკეთეთ მაშინ სწორი მესიჯით პასუხი არის ძალიან კარგი. თუ ეს კვლევას რაღაც გამოცდილებას ეფუძნება, რაღაც იმას ეფუძნება რომ შეხო იმაში წახვედი რომ ისინი ერთი და იგივე ტაქტიკით მუშაობენ. ჩვენ შეიძლება რომ ერთი და იგივე ტაქტიკით ვიმუშაოთ? თუ წააგი ამ ტაქტიკით, იგივე ტაქტიკით, რანაირად უნდა ხო და არ გაძლევს საშუალებას, სიტუაციის მძევალი ხარ ის რომ არ გაძლევს საშუალებას რომ ამ კალაპოტიდან ამოვარდე და აი ეს ერთიანი ჩემთვის რა ამოხვიდე. მე რაში გონია ერთ ეგ ტაქტიკას უნარჩუნეთ ის რომ არის ოპოზიციის ერთობა და არის ზურახოვი და არის გიორგი რომელსაც უნდა სამში ეს ორი ვიდის ეს დინარე და თან არ ანუ მეორეც არის ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ანუ არ დგება ხო ანუ ეს ხელი შემშლელი არა მოდი ეხა ტექნიკურად ამ ერთიანობების ლაპარაკმა ის მაინც გამოიწვია ამ არჩევნებზე რომ 4 ბლოკი მაინც ჩამოყალიბდა თორე წინაზე იყო რა ვიცი მე იმდენი იყო რომ მაგალითად აი ჩემთვის რა იყო აი თუ ამორფ რაღაც ვერ ხდება ხოლმე რა მე ის პროცესი პირიქით მაგალითად აი სალომეს რობიშო ლელოს და იმას რო აწყვილებდა ბოლოს რომ ხო ერთი კვირა რომ აბა არიან ერთად არა ხო და აი ესეთი ხო ვიცი რომ კიდე რო ცადო რაღაც ეგეთი მოხდება და აი არ მოხდება უფრო უარესი უფრო დაშორებულები არიან მე ჩემი დაკვირვებით კიდე რა დილობა შეინარჩუნო შენ აი შეინარჩუნო რაღაც არ დააზარალო მე თვითონ რომ გინდა რომ ამე გავერთიან მე ერთმანეთის ზევლები გავხდებით ერთმანეთის ისულებზე თავს დავხუჭავთ არ ვლაპარაკეთ იმიტომ რომ მე რაღაცა რაც გარკვეულწილად მოხდა თან მე არც ხდება და იმ შენს როცა საღელს შეიძლება ქონო და ისიც შეიძლება დაკარგო თუ შეიძლება ეგეთი სიტუაცია მოიგო თუ ერთი თვის განმავლობაში ის უხავდა ვითმი რა შვება ბოლო ის და არც გამოვიდეს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ რა შევატყობ იცი აი ადამიანი რო დატოვეს ხოლმე რამე პარტიას და იმას და უცბად რაღაცა სიმართლების სხვა გუდას რო ამოდოს და საუბარშო თამამას იწყებს ხოლმე მაგრამ როგორც კი რაღაცა იმ ნაწილში იყო ხოლმე აი ვინც აკომენტარებს ხოლმე რომ სულ ხო გიკვირს რომ ბიჭო ესე რაღაც დაცვა მოუნდა ხო გავიგე მაგრამ ხო უნდა დავიდე იმიტომ რომ იქ აი იმ რაღაც იუნიტის ნაწილად ჩათვალა თავი და რაც არ უნდა სიგიჟისკენ გადაუხიოს იმას გაყვება და ამ ნაწილში როცა მოლოდი რაღაცა ვითომ ერთობა რომელიც არის უხარისო იყოს ამ ხალხისგან ვერ გამოვიდეს მე ის კი ვინ შევა რამე ხარისხი გამოავინოს იმის გამო რომ ამის მძევალი იყოს რომ რაღაცა დიდი ერთობის ის არ დაიღოს პოტენციალი, რაც შეიძლება მე არც იყოს ამდენში დიდი ალბათ ამას უყურებ. მე შეიძლება შენი საგი აზრებიც კი დაკარგო და შენ დამიდობაც კი გაცვდეს თუ შენც გაცვდეს კი არა გაცვდა უბრალოდ ამას და ხედა რომ ახლა არ გაცვდა და გეტყვი ხო პირიქით არის ეგ ამბავი. ანუ მე მგონია გიორგი ბოდიში მოკლედ ვიტყვი, მე მგონია რომ რაღაცნაირად აცდენა გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს რა და მოთამაშეებს, არა მხოლოდ
მოსახლეობასთან თვითონ ბაბში, აი აქტიურ ბაბში, რომელიც ხო და აი თვითონ აი აქტიაზე მყოფი ხალხიც კი, აქციაზე მყოფ ხალხთანაც კი მე მგონი განსხვავებული სხვა რამე გავიაროთ მედეშე წავიდეთ ეხლა და შემდეგი ჩართვა გავაკეთოთ აქციიდან. არა, ერთად რა გვინდა ხო დავდივარ, ხედა. არა, შემდეგი ეს ჩართვა გავაკეთოთ აქციიდან და თავისუფალი სკამი გავაკეთოთ, დავჯდეთ ისევ მე შენ და ცოტნე. და დავსვათ, აი შემთხვევითი ადამიანები მოვიყვანოთ და დავსვათ რა არის მათი პოზიცია ამ საკითხზე, ვკითხოთ. კი. აბს 99% ამაზეა იქნება, 90 მაინც. რა, რით ვერ გაერთიანდი? მეორე საკითხი, არა, მეორე საკითხს ვიტყვი რა. ეხლა ცოტნეს ამბავი რაშია? იმიტომ რომ ფიქრობ რომ არ გამოვა, მოდი ნუღა მოვკიდებ სწორ საქმეს ხელს. მე ესე არა ვარ. მე ვფიქრობ რომ ჩემი აზრით სწორი საქმე არის ეს. არა, სხვა სისწორე 9 არჩევნება გვაჩვენა უკვე. არ არსებობს სხვა სისწორე, ხალხო. 9 არჩევნება გვაჩვენა, გულწრფელი ვიყოთ, აქეთ ბუას რო ხატავენ, აი ამ ბუათი გიგებენ. მაგაში ეხმარები, როცა ვერ ეთიანდები ეხმარები, როცა მის ეს ბუა, მინიმუმ ეს ბუა არაკეთებს იმას, რომ ბუა არ არის აი მაგის. კაცო, გავიდა ნაცმოძრაობა მეორე ადგილზე და კიდე ბუაა. ხო და აი ჯერ ეს რო არ მომხდარიყო, წეგან აცმა ვეთანხმები, ის რო არ მომხდარიყო, მეორე ადგილზე რო გავიდა, ამას არასდროს არ იტყოდი რა. ეგრე იქნებოდა, რატო არ ვიტყოდი, კაცო? არ ვიტყოდი. ხო და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ეს ბუა რატო ხატავს ბუას მეორე ფლანგი, რომ შეგაშინოს შენ, შეაშინოს სხვა, მაგრამ დღეს გაერთიანების პრობლემაში ეგ ბუა აღარ არის, კიდე სხვა პრობლემებია, ჩემი აზრით გაცილებით დიდი, არა, რითი იგებდა იმაზე გავიხსენე. ხო და ის მაგით იგებს, ანუ შენ პირიქით ხო უნდა გავაანალიზოთ. ანუ ის ამას აკეთებს იმიტომ რომ ერთი გაერთიანება ვერ მოხდეს. მიხვდით? ანუ მისი ამოცანა არის, რომ რამენაირად ყველა არჩევნების წინ გადადგას ისეთი ნაბიჯები, დიახაც ერთი და იგივე ტაქტიკით, რომ გაგიჩინოს შენ დათო როგავოს კომპლექსი, რომ თქვა რომ არა, აი ეს ბუა, ეს მისი ნარატივია, ბუა და შეგჭამს. არ შეგჭამ დათო. არ შეგჭამ, ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი და გავაგდოთ ეს ბიძინა აქედან, მაგას გეუბნევი. შეგჭამ? აი მე შეგჭამ შენ. არ ვიცი, დამოსაჭრელ დაკათელაშა. რატო? არ ვიცი, გააჩნია როგორ შენ გონია რომ შეგჭამ? არ გონია რომ შევჭამე, მაგრამ ხალხს ეშინია და ფაქტია. ხო, ხალხის მსხვერპლი რა არის? საარჩევნო სიას რო დაინახავს და ვისიც ეშინია ის რომ უმცირესობაშია ამ საარჩევნო სიაში. აი ეს სია რო არის და უმცირესობაში რო არის ის ხალხი, ვისიც შეიძლება თეორიულად შერასაც ამბობს ეშინოდეს. ეს ხო არის მისთვის მსხვერპლი. საბოლოო ჯამში ტექნიკურად უნდა განუმარტოთ საზოგადოებას, რომ აგერ 76 ადგილი ქმნის უმრავლესობას. ხო? რით ვერ მოხდა ამის განმარტებას ყველა ერთად ყოფნა რაში თავიდანვე ხარ იმ აზრზე რომ ქართულმა ოცნებამ რა ჩაბეჭდა ამ მოხერი 12 წლის მანძილზე რომ ბუა და ბუას გამო ვიღაცა აქ არ მოვა. გაიგე? იმ აზრზე ხარ დღესაც და ამას ვერ გავცდით, თორე რომ დავილაპარაკოთ, შენ ხო გეშინია. მოდი ახლა სხვანაირად შევთქვა, შენ გეშინია ჩემი. ხო, პირობითად ერთი წუთით ნახე, მაგრამ თუ სამოდაც დავინახე, რომ თქვათ ისეთი ძალა არ არის, მე რა მოსახლეობაზე რაც ვთქვა, წარმოიდგინე. მანამდეც რომ დაგენახა ეგეთი რაღაცა, ნახე, აი მაგალითად 80 კაციანი სია ავიღოთ, ხო? და დაგენახო რომ მხოლოდ 20 ადგილია იმათი ვისიც გეშინია და 60 ადგილი არის დიდი უპირატესობა აქვს იმათ ვისიც არ გეშინია. შეგეშინდებოდა ამის? ხო, არა მე აი ერთი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, აი აქ ერთი 80 რო აქვს, 60 რო აქვს, ყველას იმეშინია რა, ამათი. აი არ მინდა ამისიც გეშინია და ამისიც ყველას გეშინია. ნაკლები პროცენტი რო აქვს, იმის არა, მაგრამ აი კოალიციის არ მეშინია, კოალიცია მას. მაგრამ მე მაგას გეუბნები, საერთო სიაშიც ეს ხო კოალიციაა, კაცო არა? ანუ ხო არ ვამბობთ რომ ერთ პარტიად ყალიბდება ეს. მე უბრალოდ მეც გეტყვი ხო ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რომ აგერ სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების აქტიური ადამიანები, ვინც ახლა გამოჩნდა სიტყვაზე თქვა, დაუთმოთ პირველი 10 ადგილი ამ ადამიანებს. შემდგომ გავაგრძელოთ პოლიტიკოსებით. აქაც ხო ის ხალხი, ვისაც ვინმეს აშინებს, ხო, ერთს თუ აშინებს, და შეიძლება მანდარი არასწორი. როდესაც ამ პოზიციაში ხარ, გიო, რომ აი მოდი მე დაუთმობ, ამას უკვე ნიშნავს რომ შენ რაღაცას თამაშობ. დაუთმობ, რა შემოშია კომპრომისია
პოლიტიკა ხო და ქვემოდან რო წამოვა მე ჩემ ადგილს დაგითხოვ გინდა ოღონდ დავაკეთო და ამეტყვა მე საერთოდ ისე ვარ რომ საერთოდ აი თუ გადაწყვეტს აი ეს გაერთიანება რომ არ უნდა გამოჩნდეს ვაშაძე ჩემზე თუ იტყვის არსად იმიტომ რომ ხელს გვიშლის ჩვენ გამარჯვებაში არ გამოჩნდები არც ეგარ ამაქვს ხო პრობლემა ოღონდ არ გამოჩნდები მივეხმარები შიგნიდან ხო ჩემ საქმეს რასაც დამავალებს ეს გაერთიანება იმას გავაკეთებ უბრალოდ ამას რატო გეუბნები დათო იცი რომ პირიქით არის მეთქი რომ ყველა არჩევნები საბოლოო ჯამში დახატა ბუა ქართულმა ოცნებამ ამ ბუას შეეშინდა სხვას იფიქრა რომ ახლა ის მომენტია როდესაც ახლის ჩამოყალიბებით ჩვენ რაღაცას ვიზავთ და საბოლოო ჯამში ვართ იქ სადაც ვართ და სიტუაცია გვიმძიმდება არჩევნებიდან არჩევნებამდე შეიძლება ამაში დაგეთანხმოთ რომ დღეს სიტყვაზე ვთქვათ უფრო კარგად ჩანს ვთქვათ რომ თანაბარია ძალები მოდი ესე ვთქვათ ხო ვიღაცას მეტიც კი აქვს აღებული ხმა ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო ხო პირობითად ამაში შეიძლება დაგეთანხმო რომ სხვა მოცემულობაა ეს მაგრამ ჩემი და შენი ცხოვრება რამით უკეთესობისკენ შეიცვალა გაუარეს და მზია მაშინ შიმშილობს ხო ამაღლობელი შიმშილობს და ქუჩაში ხალხს ცემენ ანუ დღით აგვიმძიმდა და კითხვა ხო უნდა დავსვათ შეხო ამბობ რომ არჩევნები უნდა გავაანალიზოთ ხო უნდა გავაანალიზოთ რატომ დადგა ის შედეგი მარტო ის კი არ არის რომ ერთად არ ვიყავით იმისმა პროპაგანდამ იმუშავა იმისმა ბუის შექმნის პროპაგანდამ იმუშავა იმისმა ყველაფერმა და იმაზე ჩვენმა ამ პროპაგანდაზე შეშინებულმა რომ არ ვთქვათ არაფერი იმიტომ რომ შენ გადაცემებშიც 80% ეგ იყო ერთიანობაზე როცა იყო საუბარი რომ იმას ეხმარებოდი რეალურად თავისი პროპაგანდის გაძლიერებაში რა ნაწილში გამიზნულად კი არ ვამბობ აი უნებლიეთ როცა მიყვები ამ თემას რა რომ ნაცი არის ბუა და ამის გამო ვიღაცა ხმას არ მისცემს იმ ერთიანობას მე გესმის რას ვამბობ და ეგ არის არასწორი მეთქი იმიტომ რომ ეს მას აძლიერებს მის თუ ჩვენ დავხდებით მოვიდნენ და აი ეგ მოსვლა რა 12 წელია მილიონებია დახარჯული მაგაში სადამდე შეიძლება თუ კიდე 12 თუ მისცემს საშუალებას კიდე 12 ითამაშა ერთი ის რომ მესმის ის იაზე და იმაზე ყველაფერი ზუსტად მაგის ფონზე გიჩნდება ხოლმე რინდობლობა რომ ამ ყველაფრის ფონზე ხოლმე ისეთ მიკროდეტალებზე რო ვერ ხდება ხოლმე რომ არ ჭირდებოდეს ამდენი ჩხუბი რომ ერთიაში თუ არ ვეწერეთ რომ ეგ არც კი ჭირდებოდეს რომ ეგეც რაღაცების საღი დამოკიდებულება ქონდეს ერთიანი პოზიცია ქონდეს და სახვეწარი ხდება თვალი დაინახო ერთი ეს ხალხი რა შეიძლება როგორ ხდება ერთად ამარა ეს აი ზუსტად ეგ არის ხო მეთქი მე მანდ მაგის რომ აი ამ პროცესებმაც თუ ერესე ვერ მოიტანა მეთქი რაც არ უნდა გიორგი მიწვალოს და რაც არ უნდა ზურა მონაპარაკოს მე ვერ ხდები უბრალოდ აი ვერ უნდა გავაერთიანოთ აპრილამდე გაცდი ანუ ცხადია უბრალოდ აპრილს მაინც შევხედო რაღაცა დედლაინს ამ ნაწილის როგორ შეიძლება ამ თემაზე ესე იმუშავა ერთი რამე რაც მინდა ზოგადად ოპოზიციაზე ხომ როცა საუბრობთ ხომ სულატოკა წარმოდგენა არ მინდა გქონდეს რომ აქ ვინმეს უარყოფით დამოკიდებული იყოს გამოწეული იმით რომ ეს ოპოზიციის რაღაც ნაწილი იყო წინა ხელისუფლებაში ზოგადად ოპოზიციაში ყოფნის დროსაც როგორც ოპოზიციისადმი არის ხოლმე პრეტენზიები ეგ კი არა რავი ხალხი ვინახავს როგორც ოპოზიციაში არის ხელისუფლებაში რომ ნაცი იყო იმასთან ერთად ნაკლები პრეტენზია ეხლა ძალიან ნაცების გინებელი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მე ცოტნე კობერიძეს მაგინებს ხოლმე, როცა იმაში მაღალი თანამდებობა ქონდა ძალიან და ვიღაცის თვალით ის გამოდის ჩემზე მეტად რაღაც ის რა. იმიტომ რომ იმას აინტერესებს ოპოზიციაში ქცევის დროს უკვე, ანუ ეს ამ აქ უყურებს. და ამის ფონზე მათ შორის პოსტსაარჩევნო სიტუაციაშიც მეთქი, რაც მოხდა მეთქი, მანდაც რომ ეს რომ ერთიანი ყოფილიყო მეთქი ის ასეც გიორგი საუბრობდა, ეგ არის ერთ-ერთი ადამიანებს უნდოდეს, როგორც აღწერა, რაც იქნებოდა, რასაც მიტინგზე გეტყვიან. ეგ ვისარენდომება. ოღონდ მაგის მაგათ რაღაც სიგიჟე არ არის რომ პოლიტიკოს არ გააკეთოს რაც უნდა ხარ. გიორგის საგი ლაპარაკიც კი არ გამოჩნდებოდა ამ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ახლა გამოჩნდა თვითონ ეხლა მაინც წავლის, იმიტომ რომ მისი აზრია ისაა და რაც შეუძლია ახლა გაიტანოს. რაღაც ისეთ ამორფულს მივიღებთ ხოლმე, სადაც იმ ხარისხსაც მე უყურებ, დაძლევს იმას, რომ რაც შეიძლება იქიდან კარგი გამოდრეს. უარესი ანუ ერთი გასატანი ნაგავი გაკეთდეს არ იყოს, მე მაგის მეშინია რა. შეიძლება გადამერჩა რაღაცა კარი დამოუკიდებლად რაღაცის და უცბად რაღაც არ მოწევს და ბარემ თუ ერთ პარკში ყრია ეს კი მომწევს, მაგრამ ამიანად გადავაგდეთ ერთიანად რაღაც ის მოხდება. მან ხო ის არის რომ სხვა გზა ხო ბევრჯერ ავირჩიეთ მეთქი ხალხო. ხრა არჩევნები რო გავიაროთ, ყველა იყოს სხვა გზა. როგორ არა 9 არჩევნები გავიაროთ. ეს ხო ფაქტია, შემდგარი. ის ხო არ არის რომ რაღაცა მომაკრო ჰიპოთეტურად
რაღაცა შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო. 2016, 2018, 2020, 2021, 2024, ხო? აგერ აი ეს გავლილი გვაქვს რა ეს ყველაფერი რა. მეორე ტურში გაერთიანება საკმარისი რო არ აღმოჩნდა, თუნდაც თვითმმართველობის და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხო დავინახეთ. პირველ ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მაგარი შედეგი ოპოზიციურ ფლანგზე დადებული არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. რაზე ცუდი არჩევნები ყველაზე ცუდი მეორე ტური რომელი იყო? ყველაზე ცუდი მეორე ტური. აი ეგ მან დაჭირდა მეორე. იმიტომ რომ კარა ნახე, არა, ვინ იყო კანდიდატი? გავიგე გრიგოლ ვაშიაძე მე. არა, იქით ხალხი. არა, სალომე ზურაბიშვილი, გასაგებია ხო, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილს ხო მე იმას სალომე გავიგე ცოტა, მაგრამ სალომე ერთი წუთი სალომე ზურაბიშვილის ის კი არა ვარ, კაცო, მე ვამბობ რომ მას შეუძლია ეს როლი შეასრულოს, იმიტომ რომ მე შენს და სხვებმაც და საზოგადოებამ ინვესტიცია ჩადო ამ ადამიანში ბოლო 2 წლის მანძილზე მისი პოზიციიდან გამომდინარე. აი ხა თუ გაინტერესებს ეგ აღიარებულია აქ აი ეგრო არასწორად გაკეთდა რაღაც. საერთოდ ნათქვამია. გახარიასგან ამინახოს, რომელმაც ყველაზე მეტად კარგად ააგო. სალომე ზურაბიშვილი ხო და ამის გარეშე როგორ შეიძლება რამეზე დაუწეროთ ყველას ვინ რა უნდა აღიაროს. მოგინდა ეგ აღიარება არ არის, უბრალოდ ორ კვირაში გააზრება ხო საჭიროა. მოზიდა მაშინმა ქართულ მოცნობა საოცარი გაყალბება იყო დარეკვა ჯერ ოფიციალურად იყიდეს კაცო ვალებია დაისწროს ეგ სოფლიოში არ მოხდა. ეგეთ ამით იმის მამუდა ვიხოთ ერთობისა თუ მაგას კადროს ხელისუფალი ეგეთი ძლიერია და მაგის ბერკეტები აქვს რაც გულისხმობ თავისი აპარატი სუსი დაშინება ყიდვა რაც შეუძლია მაგ შემთხვევაში იმასაც უგებს და ამასაც ეგ აიყო ეხლა შეიძლება დავაგდოთ ბეჭებზე თუ ეგ არის მეორე ორ კვირაში ქნეს ეს ორ კვირაში დაჭოთ ქაიმან ფურცლებით აი რაღაცა მოგრუნდა მაგ ექსელმა რო არის მუშაობს შეიყვავს იქამდე მოსაბუდო ქართულსა როცა არჩევნები დაინიშნება მოგუდულ ქართულ ოცნების არჩევნებზე რავი გავიდეთ არ მაქვს არა მოგუდ უნდა მოვუყოთ ანუ იმის მოვიდა უფრო რომ დავიწყოთ რომ არჩევნებამდე რომ ამათ მოუგეთ უნდა იგრძნობოდეს მაგრამ მე დანიშნულზე ცაცაკეთს გავიდეთ ეგრე გავხეთ და მე ეგრე მირჩევთ რომ ცაცაკეთს ბარემ გაერკოს ხელისუფლებაში ვის რა წონა კონდეს ეგრე დანგრეულზე მაგრამ ეგრე დანგრეულზე ერთადაც იყოს იმიტომ რომ მაინც მოუგეთ ესეც და ისეც იმიტომ რომ ეგ აპარატი არ იქნება და თუ ეგ აპარატი აქვს ეგ პრობლემაა ხა მაგას მე მრავალფეროვანთა მაგრამ დავარტყავთ ამ პროცესში მაგ პროცესში ოკეი იყოს ეგ ერთი პლატფორმა ერთი მესიჯები თუ ეგ პროცესი თუ გამოდის ეგ გამოვიდეს აი მაგით დაიტესტება ზუსტად ეს ამბავი მე მაგის რეალიზებას ბეჭში უნდა არა მაგის რეალიზებას ეხლა რო გავაგზავნოთ ხო ნახე შევთანხმდეთ რომ რაღაცა ფაზა გვაქვს ეხლა ხო ამ ფაზაში იმის რეალიზებას რომ ეს პლატფორმა რაც შეიქმნა და რაღაც საერთო საინფორმაციო ამბავზე მაინც გადავიდეთ მესიჯინგი და დეზინფორმაციას ერთობლივად ვებრძოლოთ საერთო გზავნილებით და მე მგონია რომ მოგებადია ეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ 12%-ს თუ 11%-ს რაც უჩვენა ეხლა კვლევამ ძალიან სერიოზულად დაწევს ეს ქვემოთ მე ვფიქრობ ამას ჭირდება ასევე რესურსები რომელზეც ადამიანური პროფესიონალური რესურსები ფინანსური რესურსები რაზეც მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად გავაკეთოთ კონსოლიდაცია რომ ეს შეიქმნას თუ ტვინი არ ჩამოყალიბდა ხო ტვინის პროდუქტს ანუ თუ ტვინი არ არის რომელიც პროდუქტს ქმნის ხო ანუ ეს ინტელექტუალური პროდუქტია ხო იმ პროდუქტს ვერავინ ვერ გამოიყენებს რა ეს არის რეალობა და მე შევეცდები რომ და თუ ყველა გავაერთიანებ ძალებს კარგი იქნება რომ ეს გამოვიდეს რა უბრალოდ ერთ რაღაცას დაუბრუნდები კიდევ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ალბათ წინა თავში რაც დავიწყეთ რა ყველა არჩევნების რაც კი ჩაგვიტარებია ანალიზი ნამდვილად საჭიროა იმიტომ რომ არის ფაქტები რომელიც ჩვენ გავიარეთ და მე რა პოზიციაც მაქვს მგონია რომ იმ ანალიზიდან გამომდინარე მაქვს რაც გავიაზრე მე დავითანხმები ცოტნეს ერთ რამეში რომ დიახ რთულია საბოლოო დიდი ერთიანობის ჩამოყალიბება ურთულესია, მაგრამ ჩემი მიზანი არის რომ სადაც მჯერა რომ დღეს არის გამარჯვების გზა იმ მიმართულებას მივაწვე და არ წავიდე კომპრომისებზე გარემოებების გამო, რომელიც ეხლა მე მარწუხებს მიქმნის რა. აი ეს არის ჩემი მიდგომა ამ შემთხვევაში რა. აქამდე რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისთან მიმართებაში ჩემ პოზიციას. აი ქართული ქარტია რო გააკეთა. ჩემი პოზიცია მაშინაც იყო რომ ბარემ ამასთან ერთად საერთო პლატფორმის პოლიტიკური ინიციირებაც გააკეთე რომ აქ შემოვიდეს ყველა, მაგრამ არ მოხდა.
გახარიას და ხაზარაძის გაერთიანების ამბავი ლელოს და იმის ეს იმდენად დაგვიანებული იყო ცუდი რამე გამოვიდა გვიანებული და პროცესიც იყო საშინელი იმდენად გვიანი იყო კაცო ეს მე შოქში ჩავარდ მე მეგონა რომ მე ხო არ ვიყავი მონაწილე ხა მე მეგონა რომ წინასა რაღაც შეთანხმებული იყო რომ შეთანხმებით უნდა დამთავრებული იყო იმდენად დამაზიანებელი იყო ეს პროცესი ხო ღია თქვა რა და ანუ გამოვიდა რომ ვერ იმასქნა დღეს გვაქვს იმის საშუალება რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე გვაქვს და რაც შეეხება ასე ვთქვათ ერთიანობის რა ფორმატები შეიძლება იყოს და ბოლოს ვიტყვი იმიტომ რომ მე უნდა გავიქცე და ცოტნე დაამთავროს რადგან მე დავიწყე მოდი ესე გავაკეთოთ რა ესე იგი ორი გზა არსებობს დღეს რეჟიმის შეცვლის ერთი ეს არის რომ ამ რყევარყევით და ამ ჭიდაობით მივაღწიეთ არჩევნების დანიშვნას ახალ გარემოებებში იმედი მაქვს, რასაც გულისხმობთ, რომ გვიწერია კიდეც რომ სუსის უფროსი გადადგეს თქვათ იქ შინაგან საქმეთა მინისტრი წავიდეს რაღაცა პატარა ცვლილებები შევიდეს საარჩევნო სისტემაში რომ მეტნაკლებად ცოტა მიუახლოვოთ ნორმალურ გარემოს რა ეს მე ამ ვარიანტზე ვღელავ პირდაპირ გეუბნებით თორე თუ გაიქცა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიშალა ქართული ოცნება თუ გინდა მე ხუთ პარტიად გავიყოთ და ისე მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა მათ ნაკლებ პრობლემას ხედავთ ცვლილებას რომ მივაღწიოთ მაგიტო გვინდა ეს თორე მაგაზე ხო გასაგებია ხა რომ მანამდე ანუ სხვა გზა არც გვაქვს იმიტომ რომ აქციები ყველამ ერთად თუ არ დავგეგმეთ აი დღესაც ახლა მოვედი აქ შეხვედრა სადაც აქციებზე იყო საუბარი და კიდევ ერთხელ გავამეორებ 15-ში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანი ვიყოთ ევროპის მოედანზე მსვლელობაში მივიღოთ მონაწილეობა თუ ერთად არ დავგეგმეთ აქციები პროტესტი ზოგადად ჩვენი ცალკე ზალები ხო სუსტია რა ანუ არ არის საკმარისი იმისთვის რომ რომელიმე ცალკე იმხელა აქცია შეძლოს გავიგე რომ გადატეხოს ან გარდამტეხი როლი შეასრულოს ხო ეს ხო ფაქტია რა მე ამაზე ვსაუბრობ დღეს ამ ერთიანობაზე ვსაუბრობ საერთო შტაბი საერთო საინფორმაციო ასე ვთქვათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების აგება მესიჯები ხო რაღაცა პატარა ტრენინგებიც გჭირდება მივხვდით იმიტომ რომ ბევრი ნაკლებია რომელიც არ გაუულია ბევრს რომ დაინახოს არის რაღაცას რომ წაიკითხავ მართლა ვამბობ ანალიტიკურ მასალას უცებ დაინახე ბიჭო ეს ბიძინა მართლა ამის მიხედვით მოქმედებს და ის რასაც მოქმედებს დეზინფორმაციის ველში არ გეგონოთ რომ რამე სპონტანურია ეს არის დაწერილი სახელმძღვანელოები სამწუხაროდ საქართველოს არ გაუმართლა რომ ისინი რუსულ სახელმძღვანელოებს კითხულობენ მივხვდით და იმას მიყვებიან თავიდან ბოლომდე მივხვდით და ამიტომ არის რუსული რეჟიმი თავისი ბუნებით ეს მივხვდით ანუ აი ხა რო ჩართავს სხვათა შორის თუ გინდა ერთხელ გავარჩიოთ რასია 24 ან რომელიმეზე მათი ნარატივები და უცებ დაინახავ რომ ქართული ოცნების ნარატივები არ განსხვავდება მათგან ოღონდ არის ანუ შეცვლილი ფორმატია იქიდან გამომდინარე ისინი ღიად ანტიმედასავლეთეები არიან იმიტომ რომ თავის თავს ალტერნატივად აღიქვავენ ესენი ჰიბრიდულ ხასიათში არიან რომ ფასადი შეინარჩუნოს მედასავლეთის და მოაწყოს საზოგადოება არ ეპარება ეჭირო ცენტრალურად აი ის 31% რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ამოვიდა საბოლოო ჯამში ხო ბოლომდე ამაში დარწმუნებული არ არის და ნუ ვიტყვით რომ არა 31% ალბათ არა მაგრამ ფიქრობ რომ დავარწმუნოთ ის ხალხი ჩვენ 1-10% კიდე შეიძლება ჩამოვატეხოთ. მე ვფიქრობ შესაძლებელია. ხო და მაგიმეც რომ დავკარგავ, ალბათ გავეშალო. ხო და მაგასაც ის უნდა რომ და მაგიტო არ მომწონს რომ აქეთ გავერთიანდე და არაფერზე არ ვილაპარაკოთ, აი ეს არის რა. ეხ ცოტნე სვაცლი, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მე აი დაგიბრუნდები. ხო, მაგრამ ხო, მალე მოვჩეთ, მაგრამ სანამ შეაჯამეთ ერთ მნიშვნელობაზე გამახსენდა მე ჩემი არხის 3000 გადავწდით გამომწერები და მითხრეს რომ აღნიშნოს მადლობა, იმიტომ რომ მადლობა ჯერ ერთი გამომწერებს და ასევე მინდა გთხოვოთ რომ და აი ეხლავე რაღაცნაირად თუ ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია ის რასაც ვლაპარაკობთ, ან გინდათ რომ მეტ ადამიანს მივაწვინოთ ხმა, აუცილებლად მართლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მცირედია ალბათ რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მოსმენასთან ერთად და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. აი, თქვი და ერთობის გამოსვლა გონი რთული რამე და მეჯერებოდა რომ გამოვიდო და ამას უბრალოდ საუბარი უშველიდა რა და მე ამას პროდუქტად საზოგადოება იმას რომ ამას საზოგადოებაში თემის აწევა ჭირდება რომ ამ წვეხისგან იქნება ეს კაპიტალები და მე არ მგონია რომ ეგრევე ხარ სიტუაციაში ჭირდება იმას მე იქიდან რამე კარგს დაალაგებ სალომე ზურაბიშვილმა მაშინაც რომ ლელოზი ის წამოიწყო მან თავი პრობლემა ხო ის იყო რომ უნდა გააკეთო ყველამ და რო ვერ გააკეთეს რატო ვერ გააკეთეს და რატო ვერ გააკეთეს ის არგუმენტებს მე იმიტომ რომ გამოძე მე ორი ადამიანი ამბობს ორივე მხარე რომ ერთობა კარგია ერთობა უნდოდა რომ მნიშვნელოვანი პროცესია რატო არ გააკეთა მე ყველამ დასვნა გააკეთა რომ ალბათ იმიტომ რომ იმას სიაში კაცი არ უნდა და იმან მეტი მოითხოვა იმან ნაკეთო თორემ მაშინ ახსენით
რატო არ გამოგივიდა? თუ ეს არის პანაცეა, თუ ეს არ მაშინ გაბედავს რომ ყველა ახსნას, რატო ეს არ გამოვიდა? და მე მგონი არ მაგ ხოლმე მე ეგ არ მოდის და უინახე ეს კი არ გამოვიდა თუ მე რაც გადარჩენის გზა ყოფილა და თუ იყო გადარჩენი გზა და ამას გულწრფელად თუ ჯერა გიორგი რო შეხვდება ყველას და ამას აუხსნის, ყველას არ დაჭირდებოდა გიორგის იმის რომ თემა აწიოს იქიდან და უკვე გზა პროდუქტ შემოგთავაზე და იმიტომ დაგვიტოვა თუნდაც თელ პროცესს 1-2 კვირა თელ ეთერში უყურეთ და ვერავის გულწრფელად ვერ გითხრა მე რატო ვერ დალაგდე და ყველას ჩვენის გაგვიჩნდა. როგორც ახლა რა მოხდებოდა და ხარია მომენტად რავი ერთხმას რო დღეს გულწრფელად რომ რავი იმიტომ არ მოვიდა რომ შეხვედრა ასე განემიტომ რამე ის რომ მაგალითად მე რომ მათ გამოჩნდე დავკარგავ იყვას რომ ვიღაცას მინდა რომ მოკლედ ხოცი რო გონო და ვიღაცას მინდა ნაცი რო გონო სადღაც ესე ვიყო და ეგ არის ჩემი ხმა და მეგობრებო იცოდით რომ მაგიტო ხო და აი მას ხელოვნურად არა ის ამოსული კი რაღაც სწორია რომის გამოც უნდა იქ უნდა ვიყოთ ყველა ერთად ეს სწორია მაგრამ მე თვითონ არ წავალ გავუშვებ სხვა მაინდა-მაინც გახარი არ გაახსენდეს იფაშვა ვერც გაახსენდეს რომ ისი პარტიდანა და ესე ურჩენია და მე აი ეგეთი გულწრფელობები თუ არ შემოვიდა მაშინ უნდა ამიხსნა მე თუ არ გამოვა რატო არ გამოვიდა და თუ გიორგის შეიძლება რომ ეგ მითხას რომ აი ცოტნე იმიტომ რომ აი ამას კონკრეტულად ესე კონკრეტულად რაღაც ისეთი ნაგვები ამოვა ჩემი აზრით რომელიც სულ ხელ ჩააქნევინეს ვერ რამეს ხო და ხო არ უნდა ამოვიდეს დროზე და მაგის მოტივაცია რომელიც ალბათ ყველას აქვს ნებელობა რამეს საერთოდ დაუკავშიროს იმან თავისი მოტივაციით ზაკეთოს იმ თავის რაშიც არის პარტია თუ რაც ქვია და ესე მაინც მოხერხდეს რომ ამ საერთოს ნაწილი იყოს მისი პირადი გაპრანჭვით მაინც რომ აი მე ჩემის და ჩემი თავის რაღაცას მომავალ წელოდებოდეს ესე უფრო გონი აქედან რამე გამოდრება თორე ისე გიჟი ხომ არ ვარ რაც გიორგი აღწერა როგორი ტიპის რამეს უნდა ხო რომ ეგ არ მინდოდეს ხო ეგ იყოს სიყვარული არ მინდა რომ ჩვენ გვერდთვანეთი გვიყვარდეს რაც ეგეთი რო გითხრა მაგრამ რომ ხდები რომ ეს პროცესი ესე რომ წავა მე ყველამ უნდა ახსნას სიადაში რატო არ შემოდის აქ და მე მთელი ამბავი ატყდება და უფრო გააბანძებს სიტუაციას მე მაგის მეშინია თორე ეს რომ მართლა გულწრფელად უნდადეს გიორგის ეს არ დაჭირდებოდა შეხვდებოდა ყველა საცალკე და მზა პროდუქტს პოლიტიკოსები ამას დაგვიდებდნენ ერთობაზე რაღაც რას მელაპარაკებ ერთობა გააკეთე და გაკეთდეს მანდო რა ოკეი ანუ ერთობას უჭერთ ხარს კი მე მგონია უბრალოდ ეს ერთობაც არის ძალიან ბადაღებული ის არის ამის ვისად ვაძლევთ თორე ამ ლაპარაკის უკანაც ერთობას მივიღეთ რაც მე ჯერა რა ტიპის ერთობას მე გამოდდება აი ამ გონია რაღაც გამარჯვების მოყევი გამარჯვების ამ ლაპარაკის უკანაც ამ ერთობას ლაპარაკო და რეალურად მე მგონია და პრეტენზიაც მაქვს ყველასთან რომ შინაარსზე ლაპარაკისთვის ლაპარაკისგან ირიდებენ ამით თავს მე ერთობა რა შინაარს ვდებ საერთო შტაბი, საერთო საინფორმაციო ზოლა, საერთო კარდაკარი, საერთო პროტესტი, საერთო არჩევნების მიღწევის თარიღი და საგარეოში ერთ-ერთი ვაკეთობა და რითი დადები, აი რას ვაკეთებთ, აი დადებითი, ანუ ეს აი გამარჯვება თვითონ შინაარსი, რატო აი ისევ ყვადაღებული რითი ჯობი ვართ ამ კი, მაგით უკვე გამოგნახე, აი ამაზეა, აი ამ შინაარსი. მე არ ვამბობ რომ იდეოლოგიური რაღაცა ისენი გეთახმები რომ რაღაცების დრო შეიძლება არ იყოს და საერთოდ არაადეკვატური მაგრამ მაინც რიქარ უკეთესი ამ შინაარსში შესვლა რა საჭირო ერთი რაც გონია გიორგი გურცფელია ალბათ მე ის შეაპირასავში თამამად მითხრას აი კონკრეტულად რაში გონია რომ ერთი პარტია რო იყოს თქვა ამ საარჩევნო გარემოში და თამაში რაც ხდება ხოლმე თქვა რომ შენი კოორდინატორები და შენც მაგ გეიმში შეხვიდე რომ დავაი რა ვის რომ და ერთმანეთისთვის წარწმუნება კვაზი ყიდონ და შენც დახვიდე შენც ეგეთი დიდი პარტია იყო რომ იქ რომ რაღაცა ქოცია მანანა კოორდინატორი არის შენც ყავდეს ეგეთი და თავის ფუცლები და მაშინ მაგ გეიმში შეხვიდე და რა ვიცი სუდათ რო თქვა ბოზბოზურად მოიქცე თემა რომ აი მეც ეგრე თვალით კვილის და მან ერთობა მე რა ტიპის ხმების გონია რომ ნიშნელოვანი არის ის არის ადამიანები რომელიც ეს არჩევნო აპარატის მიღმა უნდა მოვიდეს და მე მანდაც გონია რომ მანდაც დეფიციტი არის მე შეიძლება გიორგი არჩევნო აპარატის ხმებიც კი იყიდეს ნახე ის 100,000 პირადობა რაც წაიღეს ეს ამაზობა დამყვედრო და თქვა რომ ეგრე არ გაიძარცვებოდა აი ანუ ძარცვის შესაძლებლობა არ უნდა ძარცველები არიან მაგაში გავერთიანა და ძარცველობა პოლიტიკურაში ყველა პარტიას ეგულა დამანდა და ხე ის რომ ჩვენ ცალცალკე ვართ და მე ვთქვათ რომ აი ამაში გავერთიანდეთ ხმები ერთად დავწოთ არ ხდება ბუნებაში ეგ კიდე უფრო შეუძლია არ ხდება ვერ ხდება იმიტომ რომ კონკურენტი ხარ აი მაგალითად ის პროპაგანდა აღნიშნე ხო შეიძლება პროპაგანდას ერთიანა 5 ნომერზე მეტი ხმა აქვს ლელოს გაუჩნდა ამოცანა რომ ეჩვენებინა რომ პირობითად გახარიაზე მეტი ხმა აქვს და კონკურენცია მე მინდა რომ
ნახეთ ხო და ეს კონკურენციის მოკლა ბაზარზე არ მუშაობს და არც პოლიტიკაში არ მუშაობს. ერთხელ გეუბნებით ჩვენ რომ დემოკრატიასთან მიახლოებულ ვითარებაში ვიყოთ დაგეთანხმებოდი, მაგრამ ჩვენ ვართ ავტორიტარულ დიქტატურისკენ გადახრილი რეჟიმის ვითარებაში, ხო? სადაც კაცი გეუბნება საბოლოო ჯამში რომ თუ ეს ყველაფერი გაუვიდა, ის ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილის კულტი იქნება ამ ყოველ. ერთი კითხვა მაქვს, არ მინდა რომ ისე გაგიშვა უბრალოდ. შიგნით გასაგებია უბრალოდ ერთი მაინტერესებს. სტრასბურგში აი ევროსაბჭო იქ მუშაობთ და მაგიტომ აქ ეს კითხვა თუ მუშაობთ რომელიმე პარტია უკრაინასთან ერთად რა აი რასაც ხელისუფლება აშავებს რომ უკრაინასთან დისტანცირდება ეხლა ვიცით რომ ყველა აი ძალიან ბევრი ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ აქ და პოლიტიკა აწარმოოთ თუნდაც საქართველოში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული არის კონკრეტულად ეხლა როგორ გადაწყდება უკრაინაში ომის საკითხი და ძალიან მალე უნდა გადაწყდეს აი ეხლა ზელენსკის ბოლო ინტერვიუ რა ვნახე იქაც ძალიან ცუდად მოხდა ყურში რომ ისეთ კონტექსტში გვახსენებს სადაც ჩვენ აი რაღაცა იმედიანად ჩვენთან არ არის და აი ამ გებს რომელიც ხელისუფლებამ ასე ვთქვათ გააჩინა ოპოზიცია რაღაცნაირად ცდილობს რომ იქ უკრაინა ერთ პაკეტში ჩვენც ვიყოთ განხილული იგივე ზელენსკიმ დააყენოს რაღაცნაირად ჩვენი მნიშვნელობის საკითხიც აი ამ ერთიან გადაწყვეტაზე აი ამაზე რაღაცა ამიდის მაგაზე მან ტაქტიკურად რა უფრო სწორია ჩვენ არ ვიცით ამ მოლაპარაკებებში ღიად ვთქვათ რომ როგორ წავა ეს მოლაპარაკებები ხო და რა უფრო სწორია ტაქტიკურად ჯერ მანდ არა ვარ ჩამოყალიბებული რაც შემიძლია გითხრა ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან რა ვიცი აი ევროსაბჭოშიც რო ვიყავით ამის რა ვიცი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით და ისიც ანუ კი არა ვეკიდოთ უბრალოდ ეს მნიშვნელობა თუ არის გააზრებული რა იქ აქ ყველაფერს ვაკეთებთ და ნუ აქ ბევრი დეტალია რომელზეც არ მინდა ვისაუბროთ მაგრამ რა თქმა უნდა ვეღარც მოვასწრებთ საუბარს მე ესე ვიტყოდი რა თქმა უნდა ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტადაც გავაკეთებთ აი სადაც ნამდვილად ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციები გვაქვს და შედეგსაც ვდებთ ეს არის საგარეო ასპარეზი პირდაპირ ვიტყვი მარტო უკრაინა არა სირიის ამბავი და დარწმუნებული ვარ რომ ის წერილი რაც დავწერეთ ბოლოს კარგი შედეგით დამთავრდება და კარგი ფუნდამენტი ჩავასხით ახლა მაგ კუთხით ხო ევროსაბჭოს რეზოლუცია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება სანქციები ახლა ბრიტანეთი თუ ასეთი აქტიური იქნებოდა სანქციებში ბევრს არ წარმოედგინდა ხო ეს არის ერთობლივი სისტემური მუშაობის შედეგი მე ბოლოსთვის ერთ რამეს ვიტყვი და დავასრულოთ ამით მე ვარ სისტემური მუშაობის მომხრე ორგანიზებულ დეზინფორმაციის მანქანას რომელიც მუშაობს სისტემურად ჩვენი სისტემურობითვე უნდა მოვუგოთ სპონტანურობა ვფიქრობ ეხმარება მათ ჩვენ დაგვეხმარება სისტემურობა ამიტომ მინდა რომ ერთად აი ამ სისტემაში მოვაქციოთ ყველა რესურსი რომელიც ჩვენ გვაქვს რომ გავისტუმროთ ეს უბედურება რაც ახლა არის და მე ვიკონკურენტოთ მრავალფეროვნებას ვაჩვენოთ ყველაფერი ვაჩვენოთ იმიტომ რომ ნამდვილად ვფიქრობ რომ მრავალპარტიულობაშია დემოკრატია და განვითარება რა და ერთპარტიულობაში ამაში ვარ 100% დარწმუნებული და აქ მე აზრი არ შემიძლია უბრალოდ დღეს გვჭირდება სისტემურობა ერთიანი მიდგომა ტაქტიკური ნაბიჯებით სტრატეგიული ნაბიჯებით და ვფიქრობ რომ შედეგიც მალე დავდება ну ქართულეთნების არჩევნებამდე ბეჭებზე დადებაში ცხადია ხერთად იყო მე ამის გაფორმებაში მე უფრო მგონია რომ ერთი სით რო გაფორმდეს ის იმას დაშლის მე ვეღარ ნაყავის თავრობაში და ძალაუფლებაში მოსულზე გადაეწყობა სხვა რამეზე მაგის მოლოდინი დიდად არ გამაჩნია მე მგონია რომ პირიქით გაინერა მონოლითდება ვიღაცებში გაირყვებიან ინდივიდუალურად არა ხოლმე მაგრამ თუ არ არის მონოლითური რაც არ უნდა ის იყოს რამიტომ იქამდე საარჩევნო თუ ესე ბეჭებზე დადე მე გასაფორმებლად არჩევნო ვერსია არ დაგაზარალოს მაგ ნაწილში რომ ის მოვგო ესეთ საარჩევნო სისტემაში როგორც არის და პოსტსაარჩევნო სისტემაში მე ცალკეულად ლეგიტიმაცია მიღებული პარტიები ცხადად მირჩენია რომელიც მე პოლიტიკას ესე აწარმოებენ და დააბალანსებენ ერთმანეთს ეს ერთ სიაში გაფორმებული მე ვინცად როგორ გადაჯგუფდება მაგის დიდი იმედი არ მაქვს მაგრამ ხო ეგეც მესმის რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში თუ არ უთხარ რომ ბოლოს საარჩევნო დივიდენდი საერთოდ გაიყოფა ეხლა იმ რესურსებს რასაც თვითონ დებენ მედიაში იმაში ამაში ესეს გაშიარება ყველას უჭირს
ცოტა რა რეალურად ეგ რესურსები და ერთად იქნებ დიდი გამოვლენას რა. ხო, გაერთიანება მაგასაც ნიშნავს, რომ ბევრი კომპონენტია. მაშინ რომ შედარწმუნდე ხელი მოაწერო რა რეფორმებს გააკეთებ, როგორ გააკეთებ, ფუნდამენტურ საკითხებს. არა, ესეც მნიშვნელოვანია. თუნდაც როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ეს ერთიანობა. მოკლედ, ბევრი საკითხები და მე ფაზაურიც გავაკეთე, მოგვიწევს ყველა ვარიანტი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა ვინც გვისმენთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ და მოლ შეხვედრამდე. კიდე მოგვიწევს საუბარი.